მოგესალმებით, მეგობრებო, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. მე ვარ მეკო გელაშვილი, ვარ ფსიქოლოგი და ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, ასევე მე ძალიან მიყვარს ფილმები, ანიმაციები, წიგნები და აქედან გამომდინარე შევქმნი ესეთი პროექტი, სახელად მეკოს კინოთერაპია, სადაც ანიმაციებზე და ფილმებზე დაკვირვებით ხვდებით ხოლმე ადამიანები და მუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, რა შთაბეჭდილება დაგვიტოვა ამა თუ იმ ფილმმა, ამა თუ იმ ანიმაციამ. ან ზუსტად ასეთი ტიპის წიგნების კრებული და შემდეგ უკვე ფილმად ქცეული გახლავთ ჰარი პოტერი და მე ამას ესე დავარქვი ჰარი პოტერი ამბავი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა. ჰარი პოტერი არის წიგნების სერია, რომელიც მოქცეულია ფენტეზი ჟანრში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ფენტეზი ეწოდება, ეს არის ძალიან რეალისტური წიგნი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს გვესაუბრება რეალურ ემოციებზე, რეალურ განცდებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გავხდეთ უკეთესი ადამიანები. როგორ მოვიძიოთ ჩვენში ის მიმალული ემოციები და გრძნობები, რომლებიც გვაქცევს და გადაგვაქცევს უკეთეს ადამიანებად. ეს არ არის უბრალოდ ზღაპარი, ეს არის ამბავი მართლაც, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა და რატომ? იმიტომ რომ ამ წიგნს თითქოს არ აქვს ასაკი. ნებისმიერი ადამიანის მკითხველისთვის, ნებისმიერი მკითხველისთვის, ასაკის მკითხველისთვის ეს არის ძალიან საინტერესო, როგორც მოზარდისთვის, ასევე ზრდასრულისთვის და შესაძლოა ბევრ ადამიანს არც საკითხული ჰქონდეს და არც ნანახი ჰქონდეს, მაგრამ როგორც კი ახსენებ სახელს ჰარი პოტერი, უბრალოდ ყველა მიცის ეს რა არის. ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე დიდ ბოროტებაზეც შეუძლია გამარჯვება სიკეთეს, თუ რა თავარია ჩვენ ამას მოვინდომებთ და ჩვენს შიგნით ვიპოვით იმ мотиваციას და ძალას, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. მოდით გადავიდეთ ახლა უშუალოდ ამ წიგნის ავტორზე, მინდა რომ გესაუბროთ, ვინ შექმნა და ვინ მოიტანა ჩვენამდე ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები. ეს გახლავთ ჯოან როულინგი, 1965 წლის 31 ივლისს დაბადებული ინგლისში და სხვადასხვა საგულისხმოა ის ამბავიც, რომ თავად ჰარი პოტერიც დაიბადა წიგნში თუ გახსოვთ 1980 წლის 31 ივლისს. და შესაძლოა რომ ეს დაბადების თარიღის, ასე ვთქვათ, მსგავსება იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ჯოან როულინგს არ გაუვლია თავისი პირადი, ესე ვთქვათ, მარტივი ცხოვრება. მას შეიძლება ვთქვათ, რომ ჰქონდა საკმაოდ რთული ბავშვობა და მან ისევე როგორც ჰარიმ, როგორც მეგობრების დახმარებით, ასევე საკუთარი შინაგანი мотиваციით მოახერხა, იბრძოლა, შეებრძოლა ბოროტებას და რაღაცნაირად მაინც გამარჯვებული გამოვიდა ამ თავისი ისტორიიდან და ზუსტად ესეთი ადამიანი გახლავთ თავად ჯოან როულინგიც. როგორ გაუჩნდა ეს იდეა? სხვადასხვა ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ მაინც ესე ხშირად არ ახსენებენ ხოლმე ამას, რომ ის უბრალოდ ერთ-ერთ ჩვეულებრივ დღეს 25 წლის ასაკში 1990 წელს გზავრობდა მატარებლით და ესე უბრალოდ აი როგორც მატარებელში და ნებისმიერ ტრანსპორტში გზავრობენ ხოლმე ადამიანები, უყურებდა ესე ფანჯარას და ზუსტად აი ამ სიტუაციაში და ამ მომენტში მიმავალი გზის შემყურეს გაუჩნდა ესეთი იდეა, რომ რა მოხდება თუ მე შევქმნი ბიჭს, რომელიც იქნება მაგიური ძალით დაჯილდოვებული და ეს მაგია არც და არამც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯადოქრობა, ეს მაგია იქნება ის, რაც ჩვენ შინაგან სამყაროში გვაპოვნინებს საუკეთესოს და ამოგვატანინებს ზემოთ, რათა შევებრძოლოთ ბოროტებას და შევებრძოლოთ, ასე ვთქვათ, ცუდ ადამიანებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ჰარი პოტერი არ დაწერილა მარტივი ცხოვრების ფონზე. როულინგი იმყოფებოდა სამწუხაროდ დეპრესიაში, მას გარდაეცვალა დედა, იყო, ასე ვთქვათ, ღარიბი, მოდი ესე დავარქვათ, არ ჰქონდა შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერმა ის არ გატეხა, პირიქით მისცა мотиваცია და უფრო და უფრო მოინდომა მოკეთ ამ წიგნის დაწერა და როგორც ზოგადად ადამიანებს ხშირად ემართებათ ხოლმე
აი ალბათ ეხა ჩვენ თავში რო დავფიქრდეთ ყველა ერთხელ მაინც გვექნება ცხოვრებაში გადატანილი ესეთი რამ, რომ აი რაღაც ისეთი წარვუდგინეთ ადამიანს, რაღაც ისეთი ვაჩვენეთ ადამიანს, იქნება ეს ნახატი, იქნება ეს წიგნი თუ რაღაც ნებისმიერი თუნდაც წერილობითი სახით რამე და თითქოს ვერ მივიღეთ უკან ის ემოცია, რასაც ველოდით. თითქოს ვერ მივიღეთ ის აღფრთოვანება, რაცაც ველოდით, რომ გამოიწვევდა, ესე ვთქვათ, სხვაში. ზუსტად ეს დაემართა ჰარი პოტერის ავტორსაც 12-მა გამომცემლობამ უთხრა, მას სამწუხაროდ უარი, თქვენ წარმოიდგინეთ ჰარი პოტერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია დღეს სამყაროში, 12-მა გამომცემლობამ უბრალოდ უარით გაისტუმრა ჯოან როულინგი და არ დათანხმდა ამ წიგნის გამოცემას და ერთ-ერთმა წიგნმა, რომელს წიგნის გამომცემლობამ უთხრა მას თანხმობა და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ამ გამომცემლობის 8 წლის შვილს მოეწონა ჰარი პოტერი და შეიძლება ესე დავარქვათ, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელმაც მთელი გონებით, მთელი გულით წაიკითხა ეს ამბავი, გადაწყვიტა ამ არაჩვეულებრივი წიგნების სერიის ბედი და ზუსტად ამ ბავშვს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბეჭდური სახით გავრცელდა ეს წიგნი. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, რომ ჰარი პოტერის წიგნებმა მოიპოვა უდიდესი აღიარება და მინდა ერთი რაღაცაც იცოდეთ, რომ ჯოან როულინგი გახდათ მილიარდელი, თქვენ წარმოიდგინეთ, არა მხოლოდ მილიონერი, არამედ მილიარდელი, რომელმაც ზუსტად ამ წიგნებით მიიღო ეს შემოსავალი, თუმცა ასევე ისტორიაში შევიდა ადამიანად, რომელმაც თავისი ნებით დათმო მილიარდელობა და გახდა მილიონერი, რატომ? იმიტომ რომ მან ძირითადი თავისი თანხა და შემოსავალი ჩადო ქველმოქმედებაში და ადამიანების დახმარებაში და ეს სხვათა შორის ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ძალიან, ასე ვთქვათ, გულისხმიერი და კეთილი ქმედება არის მისი მხრიდან. მოდით გადავიდეთ ახლა უშუალოდ თავად წიგნებზე ვისაუბროთ. ეს არის ჩემი სხვათა შორის პირველი წიგნი, რომელიც 2003 წელს მაჩუქა დედამ. ეს არის ჰარი პოტერის პირველი წიგნი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. და 2003 წელს, იმიტომ რომ ქართულ სივრცეში და საქართველოში ეს შემოვიდა 2002 წელს და შესაბამისად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს 2003 წელს შეგვეძინა. სინამდვილეში ჰარი პოტერის პირველი წიგნი იწყება 1997 წელს და ბოლო წიგნი გამოიცა 2007 წელს. და როგორ არის ახლა ეს წიგნების წყობა? შესაძლოა თქვენ აქ იცოდეთ და სულაც არ გჭირდებათ ჩემგან ამის თქვა, მაგრამ მაინც ჩავუღრმავდეთ თუ რას გვეუბნება ეს თითოეული წიგნი. პირველი წიგნი გახლავთ ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი, იმიტომ რომ არა მხოლოდ ჰარი პოტერის შემთხვევაში, ზოგადად ვისაც ფენტეზი ჟანრის წიგნები უყვარს და იცის, რომ ასე ვთქვათ, ბევრი ნაწილი აქვს მას. ესე ხდება ხოლმე, რატომღაც რომ პირველი ნაწილი ზოგადად ყველაზე ხშირად გაყიდვადი არის ხოლმე. ეს არის სამყაროს გაცნობა და იმის აღმოჩენა, რომ სიყვარული ძლიერი რამაა. ესე იგი, ჰარი პოტერი პირველად ეხება აი ამ სამყაროს და აღმოაჩენს, რომ თურმე სიყვარული და სიკეთე არის ის, რაც გადაგვარჩენს ამ ცხოვრებაში. მეორე წიგნი, მეგობრებო, გახლავთ ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი. რა თქმა უნდა, ეს წიგნების მიმდინარეობის და მიმდევრობის მიხედვით იცვლება და ვითარდება სიტუაცია. ეს არის უკვე წარსულის აჩრდილებთან შეხვედრა და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს ვინაობას ჩვენივე არჩევანი განსაზღვრავს და რას ნიშნავს ახლა ეს? რასაც გავაკეთებთ ადამიანები, რასაც მოვიმოქმედებთ და რასაც მოდი ესე დავარქვათ, ჩავიდენთ, ეს იქნება ანარეკლი, ეს იქნება შედეგი იმისა, რასაც მერე საბოლოოდ მივიღებთ. მესამე წიგნი, ეს გახლავთ ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე. ეს არის უკვე შიშებთან, ჩვენ გვეცნობა ალბათ ეს სახელი, დემენტორები, რასაც ვეძახით, ანუ დემენტორები გახლავთ ერთგვარი ჩრდილები, შიშები, ადამიანის დაბრკოლებები, რომელიც ცხოვრებაში აქვთ და ჰარი უკვე იწყებს აი ამ დემენტორებთან შეხვედრას, პირისპირ დადგომას და აქ უფრო მჭიდროდ, აი ბოროტებას როცა უკვე პირდაპირ მნიშვნელობით შეეხება, აი აქ უკვე უფრო მარტივად და უფრო სიღრმისეულად იაზრებს თუ რა არის ოჯახური კავშირების და ზოგადად მეგობრობის ძალა და ფასი. შემდეგი ნაწილი გახლავთ ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი.
ეს არის უკვე აქ ამ წიგნში შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ბავშვობა სრულდება და ეს არის პირველი დიდი დანაკარგი და ბოროტების რეალური დაბრუნება. ესე იგი, ჰარი ხდება იმ სიტუაციაში, სადაც უწევს ტკივილი განიცადოს სხვა ადამიანის მეგობრის დაკარგვის გამო. აი ნახეთ, როგორ ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ რეალობასთან შეჩეხვის, ესე ვთქვათ, ფაქტები, ხო? შემდეგი გახლავთ ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი. ეს არის აქ ჩდება უკვე შინაგანი პროტესტი და შინაგანი პროტესტი არა მხოლოდ საკუთარ თავთან, ასე ვთქვათ, დაპირისპირება, არამედ თითქოს სამყაროსაც უბრაზდება ის და რაღაცნაირად უკვე ადამიანი მთავარი გმირი იწყებს კითხვების დასმას, რატომ ხდება ეს, რატომ მოხდა ზოგადად ეს, რაც მოხდა და არა მარტო სიტყვა რატომ, კითხვა რატომ უпростоრად, არამედ როგორ შემოდის ამ ყველაფერში. ესე იგი, რატომ დამემართა რაღაც არის ერთი შეკითხვა და როგორ გავუმკლავდე ამას, ეს არის უკვე მისი პასუხი, რომელიც არსად არ მოიძებნება, ესე რომ იმოიხედავ ადამიანი, ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა. შემდეგი გახლავთ ჰარი პოტერი და ნახევარსისხლა პრინცი. ეს არის უკვე თავად მტრის წარსულში ჩახედვა. ესე იგი, წარსულში ჩახედვა ადამიანებს გვეხმარება იმაში, რომ გავიაზროთ რა ვიყავით, რა დაგვემართა, შემდეგ აწმყოში გადავიაზროთ ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი მოგცემს იმას, რომ საბოლოოდ მომავალში რას გავაკეთებ, ეს შეკითხვა დაუსვა საკუთარ თავს. შესაბამისად, ჰარი იხედება არა მხოლოდ საკუთარ წარსულში, ამას ახერხებს, ნახეთ, როგორ დაჭკვიანდა ხო ამასობაში, არამედ მტრის წარსულშიც ახერხებს შეხედვას და ის ხედავს მტრის ტკივილებს ასევე მის შიშებს და რაღაცნაირად ესე უფრო მარტივად ახერხებს მის გაგებასაც და მასთან დაპირისპირებასაც და ბოლო ნაწილი, მეგობრებო, ეს გახლავთ უკვე ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები. ეს არის ესე ვთქვათ დაგვირგვინება ამ წიგნების კრებულის და საბოლოო გამარჯვება და უარის თქმა ტოტალურ ესე ვთქვათ ბოროტებაზე და შეიძლება ესე ბანალურად ჟღერდეს, თუმცა მაინც სიკეთის და სიყვარულის გამარჯვებაზე. ეკრანიზაციას რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ თავად წიგნები რაც ჩამოთვალეთ ის არის, მაგრამ ვისაც ფილმები აქვს ნანახი, იცის, რომ ბოლო ნაწილი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები გაიყო ორ ნაწილად და პირველი ფილმი გამოვიდა 2001 წელს, ხოლო ბოლო ფილმი გამოვიდა 2011 წელს და თქვენ ალბათ შეატყობდით ან გემახსოვრებათ, რომ წიგნების წერა ჯერ არ იყო დასრულებული, ისე დაიწყეს ფილმების გადაღება. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ როულინგს მხოლოდ და მხოლოდ 4 წიგნი ჰქონდა დაწერილი, როცა ეს ყველასთვის ნაცნობ Warner Brothers-ის კომპანიას მიყიდა, ასე ვთქვათ, ეკრანიზაციისთვის და მხოლოდ აი ამ უკვე ჩაშვებული ეკრანიზაციის შემდეგ დაემატა დანარჩენი ნაწილები და ბოლოს ამი ნაწილი ესე დამატებით დაიწერა. და სხვათა შორის ეს არა მხოლოდ ჰარი პოტერის წარმატება ყოფილა, თავისთავად წიგნი უფრო პოპულარული გახდა, როცა ის ეკრანზე გამოდის და როცა მას ჩვენ უკვე ვიხილავთ და ეს კინოს სივრცეში გადადის, თავისთავად წიგნი ბევრად პოპულარული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ კარგავს თავის ფუნქციას, რაღაცნაირად ფილმად ქცევა მაინც დამატებით ახალისებს ხოლმე მას და ეს არ ყოფილა მხოლოდ როულინგის და ჰარი პოტერის წარმატება, თავად ამ კინოს წარმოებელმა კომპანიამაც უდიდესი მილიარდობით, ესე ვთქვათ, შემოსავალი მიიღო და ეს იყო, ასე ვთქვათ, ორივესთვის ძალიან სასარგებლო და მომგებიანი რამ. გადავიდეთ ახლა უშუალოდ მოდით ამაზე დიდხანს არ გავაგზავნებ, მაგრამ მაინც მინდა ჩემებურად აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ხოლმე, როგორც ჰარი პოტერის, ასევე ნებისმიერი ესეთი ტიპის გმირის მოგზაურობის ასე ვთქვათ, გზა. იყო ესეთი მკვლევარი ჯოზეფ კემბელი, არაჩვეულებრივ ესე ვთქვათ, ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც შეიმუშავა ფორმულა, რომელსაც დაარქვა გმირის მოგზაურობა. და ყველა ის წიგნი, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია და შეხვედრის ბოლოს შეგიძლიათ თავად თქვენს შემახსენოთ, კიდე რაზე შეიძლება რომ ეს მოვარგოთ. ამ ფორმულას ერგება, მეგობრებო, ყველა ესეთი ფენტეზი ჟანრის
ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი წიგნი. იქნება ეს თავისთავად ჰარი პოტერი, იქნება ეს ბეჭდების ბრძანებელი, იქნება ეს ვარსკვლავური ომები, იქნება ეს ვისაც უყვარს ამერიკული კომიქსები თუ იაპონური ანიმე ვისაც უყვარს, ესეც შეიძლება რომ ამას მოერგოს და მოკეთ ნებისმიერი ცნობილი ანიმაცია თუ ფილმი თუ წიგნი შეგვიძლია ჩვენ მოვარგოთ ამ ფორმულას და რა ხდება ახლა ამ ფორმულის ქვეშ. ყველა დიდი ცვლილება შიშის დაძლევასა და საკუთარი კომფორტის ზონის დატოვებაზე გადის და რას ნიშნავს ახლა ეს? კარზე ერთი შეხედვით ესე არაფერი არ მოგიკაკუნებს, გმირმა, ანუ პერსონაჟმა, მე, მოდი ესე დავარქვათ და თქვენ, ნებისმიერმა ადამიანმა, თავად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რაღაც გეგმის შესრულებაში ჩავერთვებით თუ არ ჩავერთვებით და მოდით ახლა ჰარის შემთხვევაში განვიხილოთ ეს როგორ შეიძლება რომ მოერგოს, ხო? ჰარი პოტერი ერთი შეხედვით უცნაური თვისებების რაღაცნაირი ესეთი დაჩაგრული პატარა ბავშვია, რომელსაც ჩვენ თავიდან ვეცნობით. ის არის დაობლებული და მიკედლებული თავის დარსლების ოჯახთან, ესე ვთქვათ და თქვენ ალბათ გახსოვთ ან ფილმი თუ გაქვთ ნანახი, ან წიგნი თუ გაქვთ წაკითხული, გახსოვთ როგორ ეპყრობიან მას, ხო? გამოკეტილი სადღაც ქვებოთ სარდაფში და იშვიათად თუ ახსენდებათ ხოლმე, რომ ამ ადამიანს საკვებიც სჭირდება და ზოგჯერ წყალიც უნდა შეუტანო, ხო? რაღაცნაირად ესე ძალიან სასტიკად და არასწორად ექცევიან, თუმცა პროფესორ დამბლდორს სხვა გზა არ ქონდა და ეს ბავშვი უნდა მიებარებინა მათთვის. და რა ხდება? ესე იგი, გმირის მოგზაურობის პირველი ეტაპი, მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი სამყარო. და ეს მოდი მოვარგოთ ახლა ჰარი პოტერს. ჩვეულებრივი სამყარო არის, როცა ჰარი ცხოვრობს უბრალოდ კიბის ქვეშ ერთ პატარა კარადაში. არაფერი არ ხდება, ეს არის დაჩაგრული ბავშვი, ცხოვრობს აი აქ ამ გამოკეტილ ადგილზე. შემდეგი ეტაპი ეს არის და მე მინდა რომ თან აი ამ ასე ვთქვათ გეგმაში რომ მომყვებით, აი ჰარი პოტერის გარდა კიდევ რა ნაწარმოებიც გიყვართ ან რა ფილმიც გიყვართ, აი თითქოს ეს ფორმულა თქვენ საყვარელ ანიმაციებს და ფილმებსაც მოარგოთ, იმიტომ რომ გამორიცხულია რომ ეს მათ არ მოერგოს. შემდეგი ეტაპი, ბავშვებო, ეს არის მოწოდება და მოწოდება რას ნიშნავს? ესე იგი, რაღაცა ახალი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში და ამ შემთხვევაში ჰარის შემთხვევაში ეს არის წერილები ჰოგვორტსიდან. ალბათ გემახსოვრებათ, როგორი მონდომებით აიგნორებს, მოდი ესე ვთქვათ, დარსლების ოჯახი ამ წერილებს და არამც არ უნდათ, რომ ჰარი პოტერმა ერთი წერილი მაინც აიღოს, იმიტომ რომ მათ იციან უკვე რა იქნება იმ წერილში და მათ არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს. ეს გახლავთ მოწოდება. შემდეგი ეტაპი ეს არის შიში და შიში რისი? ესე იგი, მე მიუხედავად იმისა, რომ დიდად ბედნიერად და კარგად არ გრძნობ თავს, რაღაცნაირად მაინც მეშინია, რომ ვერ გავბედო, რაღაც ვერ გავაკეთო. ეს მოვარგოთ ესევე ჩვენ ცხოვრებას, არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში მხოლოდ ჰარიზე ვისაუბროთ, იმისთვის მსჯელობთ, რომ ზოგადად ცხოვრების მე დასაწყისშივე გითხარით, რომ ეს არ არის მხოლოდ ფენტეზი, ეს არის რაღაც, რაც ადამიანების ცხოვრებასაც ერგება და ხშირად ადამიანებს გვაბრკოლებს ხოლმე რაღაცეები და ხშირად გვეშინია, რომ მე ხომ უბრალოდ ჰარი ვარ. აი რა შეიძლება მოხდეს ისეთი, მე ხომ გმირი არ ვარ. რაღაცნაირად ესეთი ჩანაფიქრი აქვს თავიდან. და ზუსტად ამ დროს, როცა ადამიანი ამ ბრძოლაშია და თითქოს საკუთარ თავს ებრძვის, უნდა გამოჩნდეს მენტორი. და რა არის ახლა ეს მენტორი და ვინ არის? ჰარის შემთხვევაში ესენი არიან ჰაგრიდი, დამბლდორი, მაკგონაგალი და ნებისმიერი სხვა ადამიანი, კეთილი ადამიანი, რომელიც გაგახსენდათ. და ჩვენ ცხოვრებას რომ მოვარგოთ, მენტორი ამ შემთხვევაში არის ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი წარმატება გაუხარდება და რომელიც ხელს შეგვიწყობს გზაზე, ესე ვთქვათ, გვერდით გამოყვება, დაგვიდგება და არაფერს არ შეუშინდება ჩვენთან ერთად. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენ შთაგვაგონებს, ეს გახლავთ მენტორი. შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე ზღურბლის გადალახვა. და ზღურბლის გადალახვა ნიშნავს, რომ ესე იგი სიტყვაც გვეუბნება, ხო, თვითონ უნდა გამოხვიდე კარიდან, გადააბიჯო და შეაბიჯო ახალ სამყაროში და ეს გახლავთ პლატფორმა 9 და 3/4. შემდეგი არის უკვე მეგობრები და მტრები. ესე იგი ჩვენ როცა ამ ახალ სამყაროში შევაბიჯებთ, უკვე იქ ან მეგობრები გვხვდებიან, ან მტრები გვხვდებიან, ან ორივე ერთად. მთავარია ჩვენ ვისწავლოთ მათი ამოცნობა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია, როცა ადამიანს შეხედავ, რაღაცნაირად ესე პირველივე ჯერზე ამოიცნო ეს ადამიანი კარგი განზრახვით არის ჩვენთან, ცუდი განზრახვით არის თუ როგორ არის. ზოგადად სურს ჩვენთან მეგობრობა თუ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვემეგობრება, რომ რაღაცა ესე ვთქვათ გამორჩენას ელის ჩვენგან. ზუსტად ამიტომ არის ერთ-ერთ ცალკე ეტაპად გამოტანილი ეს, რომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ სწორად მეგობრები და მტრები და დაგვრჩა ბოლო ორი ეტაპი, ეს არის მთავარი გამოცდა და მთავარი გამოცდა არის უკვე ის, როდესაც ჰარი პირდაპირ ვოლდემორს ეჩეხება და პირდაპირ მასთან უწევს გამკლავება. ესე იგი, პატარ-პატარა დაპირისპირებების ფონზე მთავარი გამოცდა ხდება მაშინ, როცა ყველაზე დიდ შიშს დავამარცხებთ და აი მაგალითად ძალიან ფანტაზიაში რომ არ გავიჭრათ და ისევ ჩვენ ცხოვრებას მოვარგოთ, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. აი მაგალითად ხატავთ ძალიან კარგად, ხო? და გვეშინია ეს ჩვენი ნახატი, წარუდგინოთ სამყაროს, შეიძლება ძალიან მოეწონოთ და ჩვენ ამ შანსს წინასწარ ვკარგავთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა გვაბრკოლებს შიგნიდან და რაღაცის გვეშინია. ან თუნდაც კარგად ვღერით და გვეშინია ამის გაკეთება, იმიტომ რომ გვეშინია წინასწარ რომ ვიღაც დაგვრცინებს, ხო? ესე იგი ეს წინასწარი შიში თავისთავად არის პირველი მტერი ჩვენი ოცნებების ახდენის გზაზე. და ბოლო ეტაპი, მეგობრებო, ეს გახლავთ დაბრუნება ელექსირით. და ეგ სიტყვა ელექსირი კარგი კონტექსტით არის გამოყენებული და ეს არის თითქოს რაღაცა ჯილდო, რაღაცა, ასე ვთქვათ, კარგი შენაძენი ცხოვრებაში და ნახეთ რა არის აქ მნიშვნელოვანი, მე როდესაც ფინალში გავალ და გამარჯვებული გამოვალ ამ თამაშიდან თუ რაც იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მე გავიმარჯვე. ეს პარალელურად ნიშნავს იმას, რომ ჩემი სამეგობროც კარგად არის, ჩემი ოჯახიც კარგად არის და შესაბამისად უფრო დიდი მასშტაბით ვხედავ ამას და მოგეხსენებათ, რომ ბედნიერება ეს მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანის სიხარული არ არის, ხო, ეს არის საყოველთაო რაღაც. ხო, მაგლი სიტყვა გსმენიათ ალბათ, ვისაც გიყვართ ჰარი პოტერი. ბოდიში. მოგეთ, წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ორი პარალელური რეალობა. ჩვენ ახლა შევდივართ უშუალოდ ამ შინაარსში, ხო? მაგლები ესენი არიან ადამიანები, ან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენ, რომლებსაც არ შეუძლიათ არანაირი ჯადოქრობა. ესე იგი, ვერც ჯოხს ვერ მოიქნევენ, ვერც რაღაცა შელოცვას იტყვიან და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ და არანაირი ზედმეტი ძალები არ გააჩნიათ. და ამავე სამყაროში ასევე არსებობენ ჯადოქრები, რომლებსაც ესე გამოიყენებენ მოკეთ საპირისპიროდ, არიან მაგლები, არიან ჯადოქრები და სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს ორი კატეგორია ერთმანეთს დასცინის ხოლმე თავიანთი უნარობისვა თუ რაღაცა ზედმეტი უნარების გამო. და ჰარი არის თითქოს ამ ორ სამყაროს შორის გადებული ხიდი, რომელმაც უნდა დაამყაროს, ესე ვთქვათ, რაღაცა საყოველთაო ზავი უნდა დადოს მოკეთ და ეს მაგლების, ჯადოქრების და საერთოდ ყველა იქ მყოფი არსება თითქოს ერთ ჰარმონიაში უნდა მოახვედროს და აცხოვროს. და იმისთვის, რომ ეს მოახერხოს, ის უნდა შევიდეს ჯადოსნურ სამყაროში და გემახსოვრებათ ალბათ, როგორ ხდება ჰოგვორტსის ექსპრესზე და მატარებელზე მოხვედრაობა, ვინ შემახსენებს, როგორ ხდება, როგორ შედის ჰარი პოტერი ჰოგვორტსის მატარებელს, რომ მიაგნოს. მითხარით? 9 და 10 მოხდეს. მას კედელი არის და მას შეუნდა მას კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, იქ არის რაღაცა ერთი პატარა ყრუ კედელი და ნახეთ, მეგობრებო, როგორ შეიძლება ახლა ადამიანს ლოგიკურად მოეჩვენოს, რომ ვიღაცამ მითხრას ახლა აი ამ კედელს დაეტაკები და სადღაც სხვაგან აღმოჩნდები. ეს რა თქმა უნდა წინასწარ ჩემი გონება მეუბნება და მკარნახობს, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ როულინგი რატომ არის ჭკვიანი ადამიანი და რას გვეუბნება ახლა ამით? შენ უნდა დაიჯერო და შენ უნდა გქონდეს გამბედაობა იმის, რომ გაიაზრო, რომ გზა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა გაბედავ.
და ზუსტად ეს მდგომარეობაა, ხო, ის გაბედავს, დაიზრება ადგილიდან და გაარღვევს კედელს. ანუ როგორც კი დაიჯერებს, რომ ეს გამოუვა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება ამ კედლის გარღვევა. და იქ გახსოვთ ალბათ მრუდე ქუჩა, სადაც ესე ვთქვათ სივრცე არის, სადაც რაღაცების შეძენა შეუძლიათ, ხო? იქნება ეს ჯოხი, იქნება ბუები, ხო, რომლებიც მაცნეები არიან ამ სამყაროში და ყველაფრის შესყიდვა შეიძლება მოკეთ ამ ადგილზე. ხო, წერილებს რაც შეეხება, ხო, იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ყველაფერი არის პორტალი, ხო? მატარებელის თავად პორტალია, რომელიც მიდის და რომელსაც მივყავართ ჰოგვორტსში. ისიც პორტალია თვითონ პორტალში ვგულისხმობ, რომ გზა არის ერთ-ერთი, როგორ შევდივართ ამ ახალ სამყაროში და პირველი რაც არის, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის წერილი, ყველაფერი წერილით იწყება. იქ შუაში, სადაც უკვე უნდა აღიჭურვოს ხარი იმ საჭირო ნივთებით, ეს ხდება უკვე აი ამ მრუდე ქუჩაზე და შემდგომ უკვე ჩვენ გავეცნობით და ვეგებებით დიდ ჰოგვორტსს, რომელიც არის ესე ვთქვათ ჰარი პოტერის სამყაროში ცოდნის ტაძარი და ადგილი, სადაც ადამიანი სწავლობს. მე ესე დავარქმევდი, რომ იქ ჰარი პოტერი უბრალოდ მაგიას არ სწავლობს, იქ ჰარი პოტერი სწავლობს, როგორ აღმოაჩინოს საკუთარ თავში საუკეთესო ვარიანტი და როგორ შეებრძოლოს, ასე ვთქვათ, ბოროტებას და თავის შიშს. თუ გახსოვთ და რომც არ გახსოვდეთ, მაქვს კიდეც ეკრანზე გამოტანილი. ჰოგვორტსში არსებობს 4 სახლი, ხო? ეს არის გრიფინდორი, სლიზერინი, რეივენკლო და ჰაფლპაფი და ყველას აქვს თავისი დანიშნულება. ჰოგვორტსი თვითონ როგორც სკოლა გვასწავლის, რომ არ არსებობს ცუდი სახლი. არსებობს უბრალოდ ადამიანის არჩევანი და თითოეულ სახლს, მეგობრებო, აქვს თავისი ღირსება, თავისი რაღაც დადებითი, რომელშიც როცა აღმოჩნდები, ზუსტად იმას განგივითარებს, რისი განვითარებაც გინდა რომ მოხდეს შენში, ხო? გრიფინდორი, ეს ამ გრიფინდორზე არის ლომი გამოსახული ამ სკოლის გერბზე და გრიფინდორი გვეუბნება, რომ ეს არის გამბედაობა და კეთილშობილება და სტიქიურად თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ესე ეძახიან ყოველ შემთხვევაში, რომ ცეცხლის სტიქიასთან ასოცირდება. ლომი შეიძლება ახლა ესე რომ შევხედავთ ერთ შეხედვით საყვარელ და კეთილ ცხოველად ნამდვილად არ მოგვეჩვენება, თუმცა იმას მაინც მიხვდებით, რომ ეს არის ცხოველი, რომელიც უკავშირდება გამბედაობას. სლიზერინი, ყველამ ვიცით, რომ ეს არის შედარებით უფრო ბნელი და ბოროტი მიმართულება ამ სკოლის და ზუსტად ამიტომაც არის გველი მასზე გამოსახული და ბოროტებას მოდი ესე ხელაღებით მე ვერ დავარქმევდი და მე მოვიხსენიებდი ესე რომ ეს არის ამბიცია და ლიდერობის სურვილი. ესე იგი თუ ამ სკოლაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ ამბიცია და ეს ლიდერობა დააყენონ პირველ ადგილზე და ამ მიმართულებით წავიდნენ, სლიზერინი მათთვის ძალიან კარგი საშუალება და ვარიანტია და ეს არის წყლის სტიქია, რატომ? იმიტომ რომ წყალი ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის და მოძებნის ადგილს, სადაც შეძლებს რომ გავიდეს, ხო? ის ერთ ადგილზე არ ჩერდება და მუდმივად ძიებაშია რომ მიაგნოს გასასვლელს. ზუსტად ესე იქცევიან ამ ესე ვთქვათ, კურსის წარმომადგენლები. რეივენკლოს რაც შეეხება, რატომღაც ვინც ახლა წიგნების სერიას კარგად იცნობს, მან იცის, რომ ეს 4-ვე მიმართულება ძალიან პოპულარულია და ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ, თუმცა ფილმებმაც და რაღაცა ესე ზეპირმა წარმოდგენებმა უფრო და უფრო პოპულარული გახადა რატომღაც მხოლოდ 2, გრიფინდორი და სლიზერინი, არა და მე ვფიქრობ, რომ ეს 2 სკოლაც თავის უდიდეს წვლილს თამაშობს აქ და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. რეივენკლოს გერბზე გამოსახული არის არწივი და არწივი ამას თქმაც არ ჭირდება ალბათ, რომ ეს არის რაღაცა ესე ვთქვათ ინტელექტის, კრეატიულობის შეუპოვრობის სიმბოლო, ხო? ისიც მუდმივ ძიებაშია და არანაირი დაბრკოლება მისთვის არ არსებობს და რა უნდა იყოს არწივის სტიქია თუ არა ჰაერი. და ჰაფლპაფზე გადავიდეთ საბოლოოდ და მისი გერბის სიმბოლო არის მაჩვი. და ამას მოიხსენებენ როგორც ამ სკოლის ამ გუნდს ერთგულების და სამართლიანობის
ნიშნულობით მოკლედ და ეს არის მიწის სტიქია და რატომ? იმიტომ რომ როცა ადამიანი მიწაზე მყარად დგას, ის გადაწყვეტილებებსაც უფრო კაფიოდ იღებს და უფრო რაღაცნაირად გააზრებულად აკეთებს ყველაფერს ცხოვრებაში და უცებ ამ სკოლის ჩამონათვალზე ძალიან აღარ მოგაწყენთ თავს, უბრალოდ რამდენიმე გამორჩეულ წევრს გეტყვით თითოეული სკოლის. გრიფინდორში ესენი იყვნენ თავად დამბლდორი, პროფესორი, ჰარი, ჰერმიონი, რონი და ნევილი. რა თქმა უნდა, უფრო მეტნიც იყვნენ, მაგრამ ეხა ყველას თავისთავად ვერ ჩამოვთვლით. სლიზერინის წარმომადგენლები გახლავთ ცნობილი და ყველაზე სასტიკი პერსონაჟი ამ წიგნის, ვოლდემორი, დრაკო მალფოი და სევერუს სნეიპი. რეივენკლოს წარმოადგენს ლუნა ლავგუდი, ვისაც გახსოვთ ეს პერსონაჟი, ვისაც არა მცირე შევეხები და გაგაცნობთ ცოტათი მაინც და ჰაფლპაფის წარმომადგენელი გახლავთ სედრიკ დიგორი, რომლის სახელიც ასევე გაგონილი გექნებათ. მოდით გადავიდეთ, გახსოვთ ხო ეს ქუდი რა ფუნქციას წარმოადგენს და რა დატვირთვა აქვს ამ ქუდს ამ სკოლაში, ხო? ქუდი არ არის უბრალოდ ნივთი, ეს არის რაღაც, რაც შენ ფიქრებს კითხულობს და ცოტა ესე ფილოსოფიაში არ მინდა რომ შევიჭრა, თუმცა მე რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ეს წიგნი და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ფილმს, ჩემთვის ეს ქუდი არის სინდისი და რატო არის ახლა ეს სინდისი? ის არის რაღაც, რაც ადამიანის შინაგანი სამყაროს და ადამიანის შინაგანი მოცემულობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ესე იგი, ზეპირად კი არ აფასებს და აი მე რომელიმეს შემოგხედავთ და ეხა რომელიღაც სკოლაში გაგიშვებთ. არა, ის პირდაპირ გონებაში ძვრება და ზუსტად იქ ჩაბუდებულ ყველაზე ღრმა ემოციებს და განცდებს ამოიტანს და იმის მიხედვით ანაწილებს ადამიანებს სკოლაში და შეიძლება გახსოვთ კიდეც, როდესაც ჰარის დაახურავენ და გამოიძახებენ და დაახურავენ ამ ქუდს, ის ამბობს ესეთ რაღაცას, ოღონდ სლიზერინი არა. იმიტომ რომ მას უნდა გრიფინდორში და უნდა კეთილ მიმართულებაში მოხვედრა. და რატომ ხდება ეს საბა, ვისაც გახსოვთ, ესე იგი მას აქვს პოტენციალი იმის, რომ იყოს ბოროტი. და ამაზე ცოტა მოგვიანებით გავამახვილოთ ყურადღება, რატო წყვეტს ქუდი, რატო იყოფა ორად და რატო ფიქრობს, რომ ჰარი პოტერი სლიზერინში უფრო კარგი წარმომადგენელი იქნება, ვიდრე გრიფინდორში. თუმცა ჰარის აქვს შინაგანად იმდენი ძალა და ისეთი ასე ვთქვათ, მოთხოვნილება ამ სიკეთის მიმართ, რომ ის ქუდსაც კი შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას და მოკეთ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ახვედრებს საოცნებო გრიფინდორში და აქ მაქვს გამოტანილი, რომ ჩვენი ესე იგი სურვილი ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საიდკენაც მიიტყვის ჩვენი გონება და ჩვენი გული ზუსტად იქ გვირჩევნია, რომ აღმოჩნდეთ ხოლმე. ოლივანდერის მაღაზია, ყველასთვის ნაცნობი, ვისაც ეს ნაწარმოები უყვართ, ეს არის ადგილი, სადაც ხდება ჯოხების შერჩევა და ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ ის, რომ წიგნშიც და ფილმებშიც გვეუბნებიან, რომ თავად ჯადოქარი არ ირჩევს ჯოხს, თავად ჯოხი ირჩევს ჯადოქარს და აი თქვენთვის იფიქრეთ ახლა რატო შეიძლება რომ ეს ესე იყოს. ესე იგი ჯოხი და ქუდიც თითქოს რაღაცა ერთი სივრცის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ჩვენში აღწევენ და შიგნით ჩვენ შინაგან მდგომარეობას აკვირდებიან და რაღაცნაირად იქ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადამიანი კარგ ხარეს არის წასასვლელი თუ ცუდ ხარეს არის წასასვლელი. ესე იგი, ისინი თითქოს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში გვირჩევენ თავად ჩვენ. ქუდი გვირჩევს საით წავალთ და ჯოხი გვირჩევს, რომ ის უნდა იყოს ჩვენი მუდმივი თამდევი მეგობარი და წარმოიდგინეთ, ახლა შეიძლება გაგიცინოთ, მაგრამ აი ჯოხის კუთხით რო შევხედოთ, ხო, ესე იგი თავად ჯოხი როგორ მდგომარეობაში იგდებს თავს, როცა ამ ბოროტ ადამიანს აირჩევს, ან კეთილ ადამიანს. ესე იგი, ის რაღაცნაირად ეკუთვნის სხვა ადამიანს მხოლოდ და როგორც ესეთი ცალკე მას თავისი ფუნქცია არ გააჩნია. და ჯოხი არის, აქ მიწერია კიდეც, მხოლოდ ენერგიის გამტარი და რადგან ის არის, ესე იგი, ნახეთ ესე რო აგიხსნათ, ის ასრულებს იმას, რასაც ჩვენ ვიტყვით. ის არის ენერგიის გამტარი და რისი ენერგიის გამტარი? იმ ენერგიის, რაც თავად ადამიანში არის და
ხა უნდა გადავიდეთ შელოცვებზე და განზრახვაზე, ხო, რასაც ჩვენ ესე ვთქვათ spells, რასაც ვეძახით ამ სიტყვებს, რომლებსაც ამბობენ და რა ხდება ამ დროს. აქაც არ მინდა რომ გავიჭრა დიდ ფილოსოფიაში, მაგრამ ვეცდები რომ ცოტა ესე მარტივად თქვა, რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას ამ სამყაროში. სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საგულისხმო რამ. და ნახეთ ადამიანს შეიძლება ბევრი რაღაც დაავიწყდეს ცხოვრებაში, მაგრამ რთულია დაავიწყდეს სიტყვა, რომელიც ვუთხარით. იმიტომ რომ ჩვენ იმ სიტყვას უკან ვეღარ წავიღებთ, ხო? ვერ დავაბრუნებთ იმაც, რითიც ჩვენ ადამიანს გული ვატკინეთ. ამიტომ სიტყვა ზოგადად ეს ლოგოსი, ეს ძალიან შორს წამიყვანს, აქეთ აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ზოგადად სიტყვა არის უმნიშვნელოვანესი რაღაც. მას მოყვება ენერგია, მას მოყვება ენერგეტიკა და ის არის, ესე ვთქვათ, ისარივით და მას ვეღარ შევაჩერებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია რას ვამბობთ და როდის ვამბობთ. ხო, მოდით აქაც დიდად აღარ შევყვამდები უბრალოდ რამდენიმე შელოცვას, შელოცვა ქვია, ხო, რასაც ამ სიტყვებს ეძახიან. გეტყვით, ესე იგი ლუმოს გვაქვს, ეს არის როცა ლუმოს ვიტყვით ჯადოსნური ჯოხის წვერზე აინთება შუქი და მუშაობს როგორც პატარა ფარანი და სხვადასხვა ერთ პატარა ხრიკს გეტყვით, შეიძლება ჩემზე კარგადაც იცოდეთ, ეხლა ტექნოლოგიების მოყვარული ხალხი ხართ. ტელეფონს თუ ვეტყვით ლუმოს, ის ანთებს ფარანს. და ესეც სხვადასხვა მეც როცა მომენატრება ხოლმე ჰარი პოტერი, ახლა ხო შემიძლია რომ შევიდე და ჩვეულებრივად ავანთო ფარანი, მაგრამ რატომღაც ეგრე ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ მომწონს და მოკეთ ტელეფონშიც არის ეს ძვირფასი ფუნქცია. ალოჰა მორა ეს არის ნებისმიერი ჩაკეტილი სივრცის გაღება და ესეც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ამბავია და ექსპელიარმუს ეს გახლავთ ადამიანის განიარაღება და სხვადასხვა აქაც მიწერია კიდეც რომ ეს არის ჰარი პოტერის საყვარელი შელოცვა, როცა ის წაართმევს მოწინააღმდეგეს თავის ჯოხს და ჩაიგდებს ხელში და ზოგადად ნახეთ რა მინდოდა კიდე მე თქვა მნიშვნელოვანი ამ სიტყვებზე. ხო, ალოჰა მორა მაგალითად, ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არის რაღაც, რაც ყველაფერს აღებს, ხო? ამ სიტყვის მიხედვით ყველაფერი გაიხსნება, ყველაფერი დაკეტილი. ოღონდ აქ არის მეორე რაღაც. თუ ისინი სპეციალური მაგიით არ არის დაცული. და რას ნიშნავს ახლა ეს? ესე იგი, ჯოან როულინგი ჩვენ გვეუბნება, რომ შეიძლება მე ვიცოდე ცხოვრებაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, მაგრამ იმ სიტყვით ბევრი რაღაც ვერ გავაკეთო. ესე იგი, სხვა რაღაცა გარეშემშლელი ფაქტებიც არსებობს სამყაროში, რომელსაც მხოლოდ მე ერთი ადამიანი ვერ შემეწინააღმდეგები. მოდით გადავიდეთ, მე გიხსენეთ, რომ მენტორი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი არის ჰარი პოტერის ცხოვრებაში და ვინ თუ არა ალბუს დამბლდორი, რომელიც განასახიერებს, ესე ვთქვათ, სიბრძნეს და ის არის მორალური კომპასი, ესე ვთქვათ, საზომი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ადამიანისთვის დასაყრდენი, ხო? ეს არის სიბრძნე და სიკეთე ერთდროულად და დამბლდორის სიტყვები არის, რომ სიკვდილზე მეტად თუ შეიძლება იყოს რაიმე საშინელი, ეს არის სიყვარულის არქონა. რუბიუს ჰაგრიდი, ყველა მიცის ეს პერსონაჟი, ესეც უპირობო სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოა და ეს არის ადამიანი, რომელმაც პირველმა უთხრა ჰარი პოტერს, რომ ის ჯადოქარი იყო და თქვენ გახსოვთ, რომ ჰარიმ თავადაც არ იცოდა, რომ ის ჯადოქარი იყო და მას რაღაცა საინტერესო რაღაცების კეთება შეეძლო მოკეთ და სირიუს ბლეკი, რომელსაც თამაშობს ფილმში არაჩვეულებრივი გარი ოლდმენი, ეს გახლავთ ნათლია ჰარი პოტერის და ეს არის რაღაცნაირად მშობელ დაკარგული ბავშვისთვის თითქოს მშობლის დაბრუნების სიმბოლო. რაღაცა თითქოს მან ისევ მშობლის სუნი იგრძნო და მშობლის სითბო იგრძნო, როდესაც სირიუს ბლეკი დაინახა. ხო, ეს არის რაღაცა მშობელთან ემოციური დაბრუნების სიმბოლო მის ცხოვრებაში და ამიტომ გახსოვთ ალბათ, რომ სირიუს ბლეკის სიკვდილი ჰარი პოტერისთვის ძალიან დამაზიანებელი და ესე ვთქვათ ემოციური მომენტია და რა თქმა უნდა ესეც იქნებოდა. სნეიპი, მაკგონაგალი და ესე ვთქვათ ლუპინი, ესენიც
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰარი პოტერის ცხოვრებაში. სნეიპი არის პერსონაჟი, რომელიც გვასწავლის ადამიანის შეფასებას, რომ ადამიანის შეფასება ერთი შეხედვით შეუძლებელია. ესე იგი, ჩვენ ვუყურებთ ადამიანს, რომელიც საკმაოდ ესე მკაცრად გამოიყურება, ყოველთვის თითქოს ყვირის, ჩხუბობს, მაგრამ სინამდვილეში ვისაც ეს წიგნები წაკითხული აქვს, იცის თუ რა ფუნქცია აკისრია სევერუს სნეიპს და ისიც იცის თუ როგორი დაჩაგრული ბავშვობა გამოიარა მან და სამწუხაროდ ესეა, რომ ხშირად ადამიანები, რომლებსაც ჩაგრავენ, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას და რატომღაც აი ესე დიდობაშიც სიმარტოვეში და სიჩუმეში პოვებენ ხოლმე სიმშვიდეს და ამ შემთხვევაში რა ჭირდებათ მათ? ჭირდებათ ადამიანი, რომელიც გაუგებს და ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგება. მინერვა მაკგონაგალი არის ერთ-ერთი შეხედვით საკმაოდ მკაცრი ლექტორი, თუმცა ის არის მე მგონი ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირველი გამოდის ნებისმიერ ბრძოლაში, არაფერს არ უშინდება და ბავშვების დასაცავად ყოველთვის პირველი გაიბრძოლებს ხოლმე, ესე ვთქვათ. და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი გახლავთ, მეგობრებო, რემუს ლუპინი. ის ასწავლის ჰარი პოტერს პატრონუსის გამოყენებას და რას ნიშნავს ახლა ეს? ესე იგი, როგორ ვაქციოთ ყველა ადამიანს, ახლა ვინც აქვს ხედვართ, რამდენიც ვართ, აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს თითო ბედნიერი მოგონება. ჰარი პოტერს ასწავლის ლუპინი ეს ბედნიერი მოგონება და სასიხარულო, ასე ვთქვათ, მდგომარეობა და სიტუაცია, როგორ ვაქციოთ ისეთ რაღაცად, რაც ბოროტებას შეებრძოლება და დაამარცხებს. ესე იგი, როგორ გავზარდოთ ჩვენში სინათლე იმ დონეზე, რომ შეძლოს სიბნელის დაპატარავება. აი, წარმოიდგინეთ, ძალიან რთულ რამეს ვამბობ, ვიცი, მაგრამ ჩვენ შიგნით მართლა არსებობს ესეთი ენერგია, რომელსაც შეუძლია შთანთქას ყოველგვარი ბნელი. ვოლდემორზე გადავიდეთ, მოდით. ვოლდემორი არის სიმბოლო შიშის, სიკვდილის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული გახლავთ, სიყვარულის არქონის. ჩვენ ვიცით ყველამ, რომ ის ტომ რიდლი გახლავთ, თავიდანვე არ იყო ვოლდემორი და მან ეს სახელი მერე შეარჩია. ვოლდემორი ნიშნავს ფრანგულად სიკვდილისგან გაქცევას და ისიც, როგორც ჰარი პოტერი, გახდათ ჩვეულებრივი მოსწავლე, რომელსაც თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდა, არც არაფერი არ სურდა ამ სამყაროსგან, მაგრამ ის ნელ-ნელა ბოროტდება, იდებს ბოღმას გულში და რატომღაც ესე გამოაცხადებს, რომ მთელი სამყაროს ბატონ-პატრონი უნდა გახდეს და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ადამიანი, როცა ესეთ რაღაცას ჩაიდებს გულში, მას მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება და სხვების დაჩაგვრა და ყველაზე, ასე ვთქვათ, გამარჯვება ამოძრავებს, ხო? და ზუსტად ამიტომ ეს უსიყვარულოდ მყოფი ადამიანი, აი რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ამბავი, ხო? როცა არ ყავს გარშემო მეგობარი, არ ყავს არავინ, ვინც გასწავლის სიყვარულს და არა მარტო სიყვარულს გასწავლის, არამედ გიჩვენებს გზას, რომ ეს სიყვარული რაში გეხმარება, ანუ რას გაძლევს როგორც ადამიანს და როგორ შეიძლება ის შენს საბრძოლო იარაღად გამოიყენო, რომ კარგად დასრულდეს ყველაფერი. ამიტომ რას აკეთებს ვოლდემორი, ვეცდები, რომ ცოტა მარტივად ახსნა და რთული არ იყოს ის, რასაც ვიტყვი. ესე იგი, მას ეგონა, რომ სიკვდილზე გაიმარჯვებდა და ყველაფერს დაამარცხებდა, ესე ვთქვათ, რაც წინ გადაეღობებოდა და ამისთვის მან წინასწარ გათვალა, რომ ვაიდა ვინმე მომკლას არსებობდეს რაღაც, რითიც მე შევძლებ, რომ აღვდგე და ამიტომ გამოიგონა ჰორკრუქსები, ხო? ვისაც გვაქვს წაკითხული, გვახსოვს ეს რაც არის. ეს არის, ესე იგი, ვოლდემორის დანაწევრებული სული, რომელიც სხვადასხვა ერთმანეთთან დიდად კავშირში არ მყოფ ნივთებში არის მოთავსებული, ხო? ესე იგი, ვიცი რომ რთულ რამეს ვამბობ, მაგრამ მაინც, ესე იგი, სულის რაღაცა ნაწილი, რომელიც 7 ნაწილად იყოფა და 7 სივრცეში იფანტება და ჰარი პოტერს და მის მეგობრებს ზუსტად ამ 7 ნაწილის მოძებნა უწევთ იმისთვის, რომ ვოლდემორი საბოლოოდ გაანადგურონ. ესე იგი, რამდენად დამანგრეველი არის მისი ბოროტება და რამდენად დიდი არის მისი ბოროტება, რომ ის ერთ ადამიანში კი აღარ ეტევა მხოლოდ, მან გარეთაც კი გაფანტა ეს რაღაცა კოსმოსში გაისროლა ეს თავისი ბოროტება და სხვებსაც, ასე ვთქვათ,
შეუშალა ხელი და გაურთულა საკუთარი თავის მოძებნა და მერე დამარცხება. ძალიან უცებ შევეხები ამ ჰორკრუქსების ამბავსაც. ესე იგი, ნივთში დამალვა, რა თქმა უნდა, მოხდა უმძიმესი ცოდვის ფასად და 7 ნაწილი, ხო, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი 7 ჰორკრუქსი. მაგის სამყაროში 7 საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია, ამით რაღაცნაირად წრე იკვრება და 7 ვოლდემორისთვისაც გახლავთ სიმბოლური რიცხვი. უცებ ჩამოვთვლი რა არის ეს ჰორკრუქსები, ეს არის ტომ რიდლის დღიური, მარვოლო გაუნტის ბეჭედი, სალაზარ სლიზერინის ყელსაკიდი, ჰელგა ჰაფლპაფის თასი, რეივენკლოს გვირგვინი, ნაგინი, ვისაც გახსოვთ, ვოლდემორის გველი და ნახეთ, ეხლა ვამბობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, მე რაც აქამდე ჩამოვთვალე, ეს ვოლდემორის მხრიდან და მე შვიდე თავად ვოლდემორი გახლავთ. ანუ ესე იგი, ეს ყველაფერი თუ გაქრებოდა, თავად ვოლდემორი რჩებოდა უკვე მხოლოდ გასანადგურებელი და შემთხვევით შექმნილი ჰორკრუქსი, ეს აბა თუ გახსოვთ, ვინ არის? კი ბატონო, მართალი ხართ. შემთხვევით შექმნილი, მერვე სრულიად არაფერში საჭირო, საერთოდ რო არ ქონდა გეგმაში ვოლდემორს, გახლავთ თავად ჰარი პოტერი და მან ეს არ იცის, ხო? და როგორ მოხდა ეს ამბავი? ყველას გახსოვთ ეს საზარელი კადრი, როცა შევარდება იმ სახლში, არ გამოვიყენებ ამ სიტყვას, არ მიყვარს და იმ რაღაც საზარელ შელოცვას იტყვის, რითიც ადამიანი კვდება და მით უმეტეს ვოლდემორის მე გითხარით, ხო, როგორი ენერგიის მატარებელი ადამიანიც იტყვის სიტყვას, ის უფრო დამანგრეველია, თქვენ წარმოიდგინეთ, ის შელოცვა, რომელიც ადამიანს კლავს, ვოლდემორის ხელში კიდევ უფრო საზარელი არის, იმიტომ რომ საშინელი ენერგიის გამტარი ადამიანი ამბობს ამას და თქვენ გახსოვთ რომ ჰარი პოტერს მამა იქვე მოკვდება და დედა გადაეფარება, ხო? და იმდენად დიდია დედის სიყვარული და აი აქ მივადექით ახლა ჩვენ ჯოან როულინგის მთავარ სათქმელს, რისთვისაც საერთოდ დაიწერა ეს წიგნები. სიყვარული არის ის არ აქვს ამას დედობრივი სიყვარული იქნება მეგობრულად არ აქვს მნიშვნელობა რა, ამ შემთხვევაში დედობრივი სიყვარული არის ის, რაც უკიდეგანო ბოროტების შეჩერებასაც კი შეძლებს. ესე იგი, საზარელი არსების მიერ წარმოთქმული ეს ჯადოსნური შელოცვა, რომელიც ადამიანს კლავს, შეუძლია გააჩეროს ადამიანის სიყვარულმა. და ზუსტად აქედან როცა ლილი პოტერს ხვდება ესე ვთქვათ ამ ჯოხისგან ნათქვამი სიტყვა და რა თქმა უნდა ის ადგილზე გარდაიცვლება, გადარჩება ჰარი პოტერი და აი ამ შერკინებიდან ამოტყორცნილი რაღაცა ერთი ნაწილი ხვდება ჰარი პოტერის სულშიც, ასევე ვოლდემორის სულშიც რჩება და ესე რაღაცა თითქოს ბუნებრივად იქმნება ჰარი პოტერი როგორც ვოლდემორის დამატებითი ჰორკრუქსი და ზუსტად ამიტომ ხდის ეს ყველაფერი ნაწარმოებს უფრო ჩახლართულს და უფრო ესე ვთქვათ რთულად დასასრულებელს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათ არიციან თავიდან და როგორც კი აღმოაჩენენ, მერე ცხადია თავისთავად უფრო და უფრო რთული ხდება. ხო და საბოლოო ჯამში რა ამარცხებს ვოლდემორს? ვოლდემორს არ ესე ვთქვათ არ გვეგულება ამ სამყაროში, იმ სამყაროში, რასაც ჰარი პოტერი გვთავაზობს, არანაირი არსება, არანაირი პერსონაჟი, რომელიც მას ესე პირისპირ დაუპირისპირდება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულია, ხო? დამბლდორი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ჯადოქარი, ისიც კი უძლური არის ამ საშინელ ბოროტებასთან, მაგრამ ნახეთ რა ამარცხებს ამ ბოროტებას და ეს არის ძალიან ესე ვთქვათ ცხოვრებისეული, ძალიან ჭეშმარიტი გაკვეთილი, რომ ესეთ უკიდეგანო ბოროტებას ისევ საკუთარი თავი ამარცხებს და რატო? ესე იგი, ბოროტებამ იმდენად გამომჭამა შიგნიდან და იმდენად დაეპატრონა ამ ჩემ შინაგან სამყაროს, რომ იმან თვითონ შემჭამა მერე შიგნიდან. ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ აი ეს რაღაცა უაზრო ბოროტება არ დავიბუდო და არ ვიყოლიო ჩემ სამყაროში, იმიტომ რომ ის თავად გამანადგურებს მერე საბოლოოდ შესაძლოა სულაც არ დაჭირდეს სხვა ადამიანებს ამაში ჩარევა და მონაწილეობის მიღება. ესე იგი, რა თქმა უნდა, გარე ძალებიც დაეხმარნენ, მაგრამ პირველ რიგში ვოლდემორს ანადგურებს თავისივე ბოროტება. და ის სახელი, რომელიც დაირქვა მან სხვადასხვა ეგეთ სიმბოლურია, სიკვდილისგან გაქცევა, ხო?
სამწუხაროდ ვერ გარბის საბოლოოდ ამ სიკვდილიდან და შესაბამისად გამოდის, რომ მისი სახელიც კი ტყუილი არის, რასაც ის არქმევს საკუთარ თავს. ხო, დედაზე კი ვილაპარაკეთ, მაგრამ აი როგორც არქეტიპზე ეგრე ძალიან მოკლედ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ესე იგი სიყვარული, როგორც ესეთი ძალა ვოლდემორისთვის არის ძალიან უცნობი და რაღაცა საერთოდ არაფრის მომცემი მეცნიერება. ანუ ფაქტობრივად არ არსებობს ეს, იმიტომ რომ მისთვის ეს არავის არ უსწავლებია. ესე იგი ჩვენ როცა დავიბადებით, ხო, იქ მშობლები გვყავს, ნათესავები გვყავს, მეგობრები გვყავს, ადამიანები გვყავს, რომელებიც გვასწავლიან რა არის სიყვარული, ხო და ამ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ არსებობს უბრალოდ. არ არსებობს არაფერი, რაც მას სითბოს და სიყვარულს ასწავლის და რატომ აღმოჩნდა მისთვის ძალიან მოულოდნელი ამ ქალის, ამ ლილი პოტერის რაღაც საოცარი დედის თავგანწირვა, იმიტომ რომ რატო ნახეთ, ის არ ელოდებოდა, რომ ვიღაცას შეიძლება ვიღაცა ესე ძალიან უყვარდეს. და ზუსტად ამ გაკვირვებაში ხდება აი ამ დამატებითი ჰორკრუქსის შექმნა. ხო. ესეთ რაღაცაზე მინდა რომ დაგაკვირვოთ. ხშირად არის ხოლმე ესეთი განმარტებები, რომ აი ამ ჰარი პოტერში არსებობს რაღაცა პატარ-პატარა ჯგუფები, ხო? და აი მაგალითად ჰერმიონს, ჰარის და რონის მოიხსენიებენ როგორც ოქროს ტრიო, ხო? როგორც ოქროს სამეული და ეს გამოხატავს მეგობრობის ფორმულას. ჰერმიონის გარეშე, ჩემი აზრია, არ ვიცი აი თუ მეთანხმებით აბა და მე მოწმეთ და მიქნიეთ თავი, მე მგონია რომ ჰერმიონის გარეშე ჰარი პირველივე წიგში დაიღუპებოდა. იმიტომ რომ ის არის ამ წიგნის ტვინი, ამ წიგნის გონება და მე ესე მყავს ჩაშლილი ეს პერსონაჟები. ნახეთ, ჰერმიონი არის გონება, რონი არის გული, იმიტომ რომ გვახსოვს ის როგორი კეთილი და როგორი რაღაცა რბილი პერსონაჟი არის და ჰარი არის უკვე ნება. და ნახეთ როგორი იკვრება ახლა ეს ყველაფერი. ესე იგი ჰერმიონი არის ლოგიკა, ცოდნა და სადაც კი რაღაცა წიგნის თუ რაღაცა სიტყვის თუ რაღაცა მნიშვნელოვანი მეცნიერული ფაქტის გამოტანა არის საჭირო, ჰერმიონი არის პირველი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის და ეს ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ხშირად სიკვდილსაც კი გადაარჩენს ხოლმე მათ. რონი ეს არის ერთგულება და იუმორი სხვათა შორის და რონი ნახეთ რა არის აქ მნიშვნელოვანი, მათ არ აქვთ ერთმანეთში ეჭვიანობა და ნახეთ რატომ გეუბნებით ამას. ჰარი ჩვენ კარგად ვიცით, ხა წიგსაც ჰარი პოტერი ქვია, ხო? ჰარი ყოველთვის პირველი იქნება მეთანხმებით, როგორც პერსონაჟი, ამ სამეულში ჰარი ყოველთვის იქნება პირველი, მაგრამ რონის და მის მეგობრულ სულს ეს სულაც არ უშლის ხელს. მას შეუძლია იყოს მეორე მაგრამ მნიშვნელოვანი პერსონაჟი და ეს მინდა რომ კარგად დაუკვირდეთ, ზოგჯერ ძალიან რთული არის. რთულია ადამიანი იაზრებდეს, რომ არის რაღაცაში მეორე, მაგრამ ის მეორე იყოს ღირსეულად და იყოს თავდადებულად და თავგანწირულად. და ჰარი არის თავად ნება, სიმამაცე და საბოლოო ნაბიჯის გადადგმის პასუხისმგებლობა და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ავსებს ეს სამი პერსონაჟი ერთმანეთს, უცებ-უცებ გადავალ ხა, ბევრი აღარ მინდა რომ ამაზე შეგაყოვნოთ. მე მოგახსენეთ, რომ რონი, ჰერმიონი და ჰარი არიან ოქროს სამეული, რაც შეეხება ვერცხლის სამეულს, ამას ესე მოიხსენიებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს სამი პერსონაჟი ხა, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, იმ პირველი სამის ჩრდილში იყოს მოქცეული, თუმცა ჩემი აზრით და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ზოგადად ესენი არიან პერსონაჟები, რომლებზეც ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. ეს არის ნევილ ლონგბოტომი, შიშის დაძლევა, ესე იგი როგორ ხდება სუსტი ბიჭი მთავარი გმირი და თქვენთან გადმოვდივარ შეკითხვით, თუ გახსოვთ ვის კლავს ნევილი? მითხარით? დიახ, მე კი ბატონო, დიახ, გითხარით თქვენც? მე კლავს ოქროს გუელ. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. კი ბატონო, ნაგინი, ვოლდემორის გველი, აბსოლუტურად მართალია, ის კლავს მას და ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი უძლიერესი ჰორკრუქსი და ვოლდემორის გათვლით ეს იყო ბოლო ჰორკრუქსი და ის იმდენად ახლოს ყავდა მას, რომ
ვერავის ვერ შეეძლო მასთან მიახლოვება და ამიტომ მისი მოკლა არის უკვე გავანადგურებელი და დამაგრებელი ვოლდემორისთვის. ლუნა ლავგუდი სხვათა შორის აი ბევრჯერ როცა წამიკითხავს ხოლმე რაღაცა ზოგჯერ ხო ვკითხულობთ ადამიანები რაღაცა სხვა ადამიანების მოსაზრებებს, ხო? ჰარი პოტერზე როცა შევდივარ, ხოლმე და რაღაცის წაკითხვა მინდა. სხვათა შორის ლუნა ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და ესე ვთქვათ, წიგნებიდან გამოარჩევენ ხოლმე როგორც მათთვის ყველაზე საყვარელ პერსონაჟს და არ შემიძლია არ დავეთანხმო, იმიტომ რომ ამ პერსონაჟს აქვს რაღაცა თავისი განსაკუთრებული ძალა და განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, ენერგეტიკა. ის არის განსხვავებულობის ძალა და უცნაურობას ის აქცევს თავის უპირატესობას, იმიტომ რომ უცნაურთან ერთად ის არის ძალიან კეთილი. და ეს ყველაფერს ცვლის ზოგადად. ჯინი უიზლი, ჩვენ ვიცით, რომ ასევე ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი არის და ის დამოუკიდებლობას განასახიერებს და რაღაცნაირად სიმამაცეს, ხო? და ზოგადად ეს სამი პერსონაჟი გვეუბნება იმას, რომ სიმამაცე საერთოდაც არ არის რჩეულთა ხვედრი. სიმამაცე საკუთარ თავში შეუძლია ნებისმიერმა ჩვენგანმა, აქ მსხდომმა აღმოვაჩინოთ და ვიპოვოთ და სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მთავარი პერსონაჟები რაღაც ისტორიაში. დრაკო რომ არ ვახსენო ამის გარეშე არ გამომივა ამ ლექციის წაყვანა, იმიტომ რომ მეგობრებო დრაკო მე ესე ვიტყოდი და ვთვლი რომ სულაც არ არის ეს პათეტიკური ნათქვამი, რომ დრაკო შეიძლება მოიძებნებოდეს ყველა, ასე ვთქვათ, ადამიანის ან სამეგობროში, ან თავად ვიღაც ნებისმიერი ადამიანი იყოს, ეს არის ბავშვი, რომელსაც სამწუხაროდ არ მიეცა საშუალება თავისი ნიჭი ბოლომდე გამოევლინა და მინდა გითხრათ, რომ როდესაც დრაკოს მოიხსენიებენ ხოლმე ძალიან ცუდ პერსონაჟად და ბოროტ პერსონაჟად, მე რაღაცნაირად გულის სიღრმეში ეს ყველაფერი მწყინს ხოლმე, იმიტომ რომ ვისაც წიგნები აქვს წაკითხული, აი ფილმმა უფრო გააბოროტა, მოდი სიმართლე ვთქვათ, და ვისაც წიგნები აქვს წაკითხული, მან იცის, რომ დრაკო როგორიც გახდა და როგორიც არის, ეს არ მოუტანია, ასე ვთქვათ, ჰაერიდან არ მოსულა ეს. ის დაჩაგრული ბავშვი იყო, ყოველთვის მამის ჩაგვრელობის, ასე ვთქვათ, მსხვერპლი იყო და მასაც შეეძლო ჰარი პოტერივით, ასე ვთქვათ, მზრუნველი ლექტორები ყოლოდა, მზრუნველი მეგობრები ყოლოდა და ყოფილიყო უბრალოდ კარგი პიროვნება. თუმცა გარემო პირობების მსხვერპლი არის დრაკო და არა, ასე ვთქვათ, შინაგანი ბოროტების მსხვერპლი და ამიტომ ძალიან არ მომწონს ხოლმე, როცა ამ პერსონაჟს ესე ხელაღებით მხოლოდ და მხოლოდ ბოროტს უწოდებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის დაჩაგრული ბავშვის მაგალითი და როგორ არ უნდა დავჩაგროთ და ესე ვთქვათ, შევავიწროვოთ, არც საკუთარი შვილი და არც ვინმე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს პოტენციალი იმის, რომ იყოს უბრალოდ კარგი ადამიანი. ეს არის არჩევანის ტყვე, მოდი ესე დავარქვი მე მას. და დობი, ხო, დობი, როგორც თავისუფალი ელფი და ეს არ არის ესეც ახალი ამბავი, რომ დობი ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია და ჰარი პოტერი მას აძლევს წინდას, როგორც თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოს და რატომ არის ახლა დობი გამორჩეული პერსონაჟი ამ ნაწარმოებში, იმიტომ რომ პერსონაჟი, რომელიც ტყვე იყო და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სხვის მითითებებს ასრულებდა და მხოლოდ და მხოლოდ სხვისი მითითებების ფონზე შეეძლო ცხოვრება და არსებობა, რაღაცნაირად ითავისუფლებს საკუთარ თავს და აი ამ მარწუხებიდან და პრობლემებიდან გამომდინარეც კი ირჩევს სხვა ადამიანის დახმარებას და ეს არის უდიდესი თავგანწირვა და უდიდესი, ესე ვთქვათ, ღვაწლი მისი მხრიდან. პატრონუს რაც შეეხება, მე მოგახსენეთ, რომ იმისთვის, რომ დაამარცხოთ სიბნელე საკუთარ თავში, უნდა აღმოაჩინოთ სინათლე და იპოვოთ და მე ამაზე მეორეჯერ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ახლა ცოტა ხანში თქვენთან გადმოვალ და მინდა რომ გაიხსენოთ რა არის ესეთი თქვენ ცხოვრებაში, ესე იგი ჩემს შიგნითვე აღმოვაჩინო რაღაც ისეთი ნათელი, რომელიც შეძლებს ბოროტება დამამარცხებინოს, დემენტორები უკვე ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ ესენი ნახეთ ფილმში კი ვხედავთ ჩვენ მათ როგორც ესე ზემოდან ჩრდილები რო დაგუნათის ეგეთ პერსონაჟებად, მაგრამ სინამდვილეში ფსიქოლოგიურად რომ მივუდგეთ, ხო? და ადამიანურ ჭრილში რო შევხედოთ,
დემენტორი არის ყველაფერი ის, რაც ჩვენს ხელს გვიშლის ცხოვრებაში. ყველანაირი შიში, ყველანაირი პრობლემა, ყველანაირი დაბრკოლება და დემენტორი არის ის, რომელიც მუდამ გამოგვეკიდება, ჩვენის თავისი ფუნქცია და ნება არის, რომ მუდამ მოგვსდევდეს, უბრალოდ ამ შემთხვევაში მთავარი არის ჩვენ რას გავაკეთებთ. დაგვეწევიან ისინი, ჩვენში შემოვლენ შიგნით, თუ რა მოხდება ზოგადად. მისი ფუნქციაა, რომ უბრალოდ დაგედევნოს და შენი ფუნქცია არის უკვე ის, თუ რას მოუხერხებ მას. და ზუსტად ამიტომაც, რადგან დემენტორის ფუნქცია არის ის, რომ მუდმივად აგედევნოს, შენ გაქვს შინაგანი мотиваცია და ძალა, რომელსაც ჯოან როულინგმა expecto patronum დაარქვა და პატრონუსად მოვიხსენიებთ ჩვენ, ეს არის შელოცვა და ეს არ არის მხოლოდ შელოცვა, ეს არის შინაგანი мотиваცია ბოროტების დასამარცხებლად. იმიტომ რომ ეს სინათლე შენსავე სხეულში არსებობს, შენივე გულში არსებობს, უბრალოდ იქიდან უნდა ამოიტანო. როგორღაც და რო ამოიტანო, რა უნდა გააკეთო? უნდა მიაგნო და უნდა მოძებნო, ხო? ხო. და ბოლო მე რაც მაქვს სათქმელი და მე თქვენთან მინდა რომ გადმოვიდე, ეს არის ალბუს დამბლდორის ყველაზე ცნობილი ფრაზა. ბედნიერების პოვნა ყველაზე ბნელ დროსაც კი შეიძლება, თუ კი არ დაგავიწყდება, რომ აანთო სინათლე. და რას გვეუბნება ესე იგი ეს? ბედნიერებაც და სინათლეც სადღაც შორს მატერიაში ისედაც თავისთავად არსებობს. და რა არის თავარი დამბლდორი რას გვეუბნება? უბრალოდ შენ დაინახო ის და შეძლო მისი დანახვა, თორე ის განა არ არსებობს. აი ადამიანი როცა ცუდად არის, ადამიანი როდესაც სიბნელეში გრძნობს თავს, აი ხო აქვს ხოლმე შეგრძნება, რომ აი არაფერი ნათელი არ არსებობს, არაფერი კარგი არ არსებობს, ხო? და ნახეთ რატომ არის ეს ახლა მნიშვნელოვანი სიკეთეც და სინათლეც სადღაც არსებობს. უბრალოდ ამ შემთხვევაში მე მეჩვენება ესე რომ არ არსებობს. და ალბუს დამბლდორი გვეუბნება, რომ ის გამოჩნდება, როგორც კი შენ მის მოძებნას დაიწყებ. ხო. ეხლა მე მაქვს ერთი ესეთი პატარა შეკითხვა, რამდენიმე შეკითხვა მაქვს მოკეთ და მინდა რომ პასუხები გავცეთ. რომელი იყო ის ჰორკრუქსი, რომელიც ვოლდემორს საერთოდ არ დაუგეგმავს და შემთხვევით შეიქმნა? ჰარი პოტერი, კი ბატონო, სწორი პასუხი გახლავთ ჰარი პოტერი. რომელია ის ერთი სიტყვა, რომელთაც სევერუს სნეიპმა, ეს სპეციალურად არ გითხარით, მინდოდა რომ თქვენ გაგეხსენებინათ, ლილი პოტერისადმი თავისი სამუდამო სიყვარული გამოხატა, რომელია სნეიპის ესეთი ყველაზე ცნობილი სიტყვა. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით, ეს არის always, რაც ნიშნავს ყოველთვის და ეს სხვათა შორის არაჩვეულებრივი უდიდესი მსახიობი ალან რიკმანი, როდესაც გარდაიცვალა, ეს ზუსტად ამ სიტყვებით მოიხსენიეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მსახიობი მართლაც დიდი იყო და უამრავ სპექტაკლში თუ ფილმში აქვს ნათამაშები, ადამიანებს მაინც ყველაზე მეტად ჰარი პოტერით შეუყვარდათ და მისი ამ შესრულებული როლით. რა ნივთი უნდა აჩუქოს პატრონმა შინაურ ელფს, რომ ის გათავისუფლდეს, ვის ახსოვს? აბა, აქეთ ხარეს თუ ახსოვს ვინმეს? აბა თქვენ რა ვერსია გაქვთ? ტანსაცმელი და კონკრეტულად თუ გახსოვთ? მითხარით თქვენ? თქვენ მითხარით კი ბატონო? წინდები. მართალი ხართ, ეს არის წინდა. და მოდით ახლა ცოტა გავართულოთ, რა სიმბოლოს ხედავთ, ვის ახსოვს რეივენკლოს გერბზე? კიდე რა ვერსიებია? თუ შეიძლება? დიახ. არწივი. კი ბატონო, ეს არის არწივი. რა სიმბოლოს ხედავთ სლიზერინის გერბზე, ვის ახსოვს? აბა თქვენ თქვით? გველი. თქვენს თქვით, ვინც ხართ ჩართული ონლაინ? გველი. კი ბატონო, ნამდვილად. სწორი პასუხი გახლავთ გველი. რა სიმბოლოს ხედავთ ჰაფლპაფის გერბზე, ვის ახსოვს? აბა თქვენ თქვით ბოლოს? მაჩვი, კი ბატონო, მართალი ბრძანდებით, ეს გახლავთ მაჩვი. და საბოლოოდ რა სიმბოლოს ხედავთ ყველაზე საყვარელი გრიფინდორის გერბზე? აქეთ მინდა რომ მითხრას ვინმე, თუ გახსოვთ? ლომი, აბსოლუტურად მართალია. გრიფინდორის გერბზე გამოსახულია ლომი.
მოკეთ, ეხა მინდა რომ ცოტა რამდენიმე კითხვა დავსვა და რა თქმა უნდა ამას არ დაგაძალებთ სურვილის მიხედვით, ძალიან დიდი სურვილია ეს ჩემი რომ მითხრათ რა მოგწონთ ჰარი პოტერში ყველაზე მეტად. არ არის აუცილებელი რაღაც ძალიან ბევრი მითხრათ, უბრალოდ აი გულწრფელად თუნდაც ერთი წინადადებით გამიზიაროთ რატომ მოგწონთ ჰარი პოტერი და რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად. აი აარჩიეთ რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი. აბა თქვენ გისმენთ. ალბათ შინაარსულად მოგწონს ყველაზე მეტად და ის რომ იმის და მიუხედავად რომ ძირითადად ფანტაზიას დაყრდნობილი მაინც არის რაღაც რაც აი ყველა ინდივიდის ცხოვრებაში მაინც ხდება და ისეთ თუ დაუკვირდებით ისეთ შინაარსის არის ყველას გამორებული. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. კიდევ ვის აქვს სურვილი რომ მიპასუხოს. აი ჰარი პოტერი მაგალითად, აი ნახეთ აი როგორც დასაწყისში გითხარით, ხო? შეიძლება ყველას არ არის აუცილებელი რომ ბოლომდე კონდეს ყველას ნანახი ფილმიც და წიგნიც. რაღაცა ერთი მოქმედება მაინც თუ იცის მისი, იცის რომ ის უკვე მნიშვნელოვანია. აბა თქვენ მოგისმენთ. აი ბოლო ნაწილში ხატება ყველაზე კარგად, როდესაც თავის ეწირავს რომ არც ფიქრობს და პირდაპირ მოდის თავის. კი ბატონო, სწორი შენიშვნა, აბსოლუტურად. აბა თქვენ. მე როდესაც ჰარი პოტერი რომ ძალიან საინტერესო შინაარსი აქვს და რავი, ძალიან საინტერესო ქმედებები აქვს ყველა ნაწილში. კი ბატონო. ისე აგროვებს იმ ნაწილის თავარ იმას რომ თვითონ ვეცხვდება რომ უკვე ამას მიაღწია. კი, მართალს ამბობთ. ნახეთ, ანუ გზა და გზა იმდენად მარტივად მოდის ეს წარმატება, რომ ხშირად თვითონვე უჭირს გააზრება, რომ აი აქ ამ ნიშნულამდე მივიდა. სწორია, ძალიან. თქვენ ხომ არ გსურთ ჩართული მიცხრთ თქმა? შეიძლება. დიახ. ყველაზე მეტად მომწონს ის ზოგადად როგორც აღნიშნეთ თქვენ იყო თავიდანვე გარიყული ბავშვი იზრდებოდა ისეთ ოჯახში სადაც არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას და მომწონს როდესაც თავის მეგობრები გაიცნო და ასე ვთქვათ გაიწვია ხალხში აღარ დანებდა თავდაჯერებული გახდა უფრო იცოდა მიზანდასახული და მამაცი. კი ბატონო, გეთანხმებით, დიდი მადლობა. მეგობრებო, კიდევ ერთი შეკითხვა მექნება ესეთი. მე გითხარით, რომ ადამიანებს, პერსონაჟებს ამ სამყაროში აქვთ თავიანთი პატრონუსი. ამ შემთხვევაში ჰარი პოტერის პატრონუსი და ის შინაგანი ბედნიერება, რაც მან გაიხსენა, იყო მამამისთან ურთიერთობა, ის ესე ვთქვათ ვერ მოსწრებული ურთიერთობა, რომელიც სამწუხაროდ ვოლდემორის ბოროტებამ შეაჩერა და მან გაიხსენა ის პატარ-პატარა მოგონებები, რომლებიც მას მშობლებთან აკავშირებდა და ნახეთ, კარგ რაღაცას გეუბნებით, ესე იგი ამ მოგონებებმა საბოლოო ჯამში შეკრა ერთი დიდი სინათლე და ეს სინათლე წარმოჩინდა როგორც ირემი. და ირემი არის სიმბოლურადაც ნებისმიერ ჭრილში, სიმბოლურად რო ავიღოთ, ირემი არის რაღაცნაირად სიკეთის, სათნოების და რაღაცა სინათლის, ისედაც თავად სინათლე არის და მოკეთ ესეთი ფორმა მიიღო ჰარის პატრონუსმა. ეხლა შეიძლება ცოტა რთულ კითხვას გისვამთ და უბრალოდ სურვილის მიხედვით, აქაც რა თქმა უნდა, აი რა იქნებოდა თქვენი პატრონუსი ნებისმიერი რაღაცის წინაშე და ნახეთ როგორ მინდა რომ წარმოიდგინოთ არ არის აუცილებელი გავამხილოთ ეს პირადი ინფორმაცია რა თქმა უნდა სურვილის მიხედვით იქნება ეს უბრალოდ აი დაფიქრდით თქვენ ყველაზე ტკბილ მოგონებაზე თითო ყველაზე ტკბილ მოგონებაზე და მოდი ესე მითხარით რა ცხოველად წარმოჩინდებოდა ეს თქვენი ლამაზი მოგონება როგორც შეგიძლიათ იყოს ისედაც თავად ირემი აი ესე იგი ვფიქრობთ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ მოგონებაზე და როგორ ფორმირდებოდა ის პატრონუსად და რად მოგვევლინებოდა რომ გამოჩნდეს და დაენახოს ბოროტებას. შეიძლება ეს იყოს მაგალითად თუნდაც ვისაც უყვარს ძაღლი, ხო? ძაღლი არის ერთგულების რაღაცნაირად მეგობრობის სიმბოლო, ხო? შეიძლება ჩვენ ზუსტად ესეთი ფორმა მივცეთ ჩვენს ემოციას და ჩვენს წარმოსახვას ბოროტების წინააღმდეგ. თუ ცოტა რთული შეკითხვა არის, შემდეგზე გადავალ და დავუბრუნდეთ ამას, ეს საინტერესო იქნება და მინდა რომ მიპასუხოთ ერთმა მაინც თუ მოახერხებთ.
რომელი პერსონაჟი იქნებოდით? ერთი შეხედვით ეს ცოტა ბანალური კითხვა, მაგრამ მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ამით მივხვდებით ჩვენ საკუთარ თავზე, რას უფრო ვანიჭებთ ყურადღებას. თავარ გმირობას, დამხმარე გმირობას, ანუ მეგობარი ნახეთ, უფრო გაგიმარტივებთ ახლა საქმეს. თვითონ ჰარი ვიქნებოდი ის, ვინც შუაგულში არის ამ პროცესების და ესეთ თავით არის შევარდნილი ამ ბოროტებასთან საბრძოლველად. ვიქნებოდი რონი, ესე იგი მეგობარი, მეორე პერსონაჟი, რომელიც ვეხმარები, სადაც არ უნდა წავიდეს, იქ მივყვები ამ ჰარის. თუ ვიქნებოდი ჰერმიონი, რომელიც ორივეს გვერდით ვეყოლები და მაქვს საკმარისად ისეთი ტვინი და აზროვნება, რომ მოკეთ ნახეთ, ისინი თუ იქნებოდნენ გული და რაღაცა ესეთი სიმამაცე, მე ვიქნებოდი მათი დამხმარე ტვინი. ან შესაძლოა სულაც ჩავრთოთ კრეატივი და ის ვთქვათ, რომ სულაც არ ვიქნებოდი ამ სამი პერსონაჟიდან არც ერთი და ვიქნებოდი სულაც მე იმ სამყაროში. ერთგულება და მეგობრობა. კარგი არჩევანია ნამდვილად თქვენ? მე ვქნებოდი ჰაგრიდი, არაჩვეულებრივი არჩევანია. აი თქვენთვის ჰაგრიდი ვინ არის? მართლა მაინტერესებს, აი როგორი პერსონაჟია? ადამიანი, რომელიც ყველაზე ზრუნავს და ყველას პრიორიტეტს აკრებს და მე აქვს თავისი პრიორიტეტი. კი, არაჩვეულებრივი პასუხი იყო, ესე იგი ეს გოლიათი ერთი შეხედვით საშიში პიროვნება, რომელიც ჩვენ გვახსოვს როგორ შემოანგრევს კარს და მოაქვს ჰარი პოტერისთვის დაბადების დღის ტორტი, მაგრამ როგორც ძალიან სწორად აღნიშნა, სინამდვილეში ის არის უდიდესი გულის მქონე, რაღაცნაირი ბუნჩულა ადამიანი, რომელიც მუდმივად ეხმარება სხვებს. რადგან დამთავრდა პირველ რიგში ფიქრობს სხვაზე. ეს ყველაზე მეტად ჩანს ფენიქსის ორდენში ამბობს, რომ მეგონა რომ რადგან თავს შენგან შორს დაუჭერდი, რომ ვოლდემორი უფრო ნაკლებად შემოგიტენდა. ხო. ამიტომ ვცდილობდი შენგან უფრო შორს დამეჭერე თავი. კი ბატონო, ძალიან კარგ რამეს ამბობთ და მადლობა. რამდენიმე პერსონაჟი დავსახელე. რა თქმა უნდა. მას ჰერმიონი, სნეიპი, ან ლუნა, ყველაზე მეტად ალბათ სნეიპი, ჩემი საყვარელი. შეგიძლიათ თან ამიხსნათ რატო? მას სნეიპი, იმიტომ რომ აი თითქოს სხვა ბოროტია, თუმცა ბოლოში უკვე ჩანს, რომ იმის სიკეთეს აკეთებდა, უბრალოდ ესე არ გამოდიოდა და არ ახმოვანებდა, რომ აი მე ეს კარგი შენიშვნა, კი. არ ყვიროდა სამყაროს წინაშე, რომ ეკეთილი ვარ, ის ჩუმად აკეთებდა ყველაფერს. მას და ამ ჰარისაც ისე ეხმარებოდა, შეიძლება ჰარისთვის ბოროტი იყო, თუმცა ძალიან დაეხმარა ბევრ რაღაცაში. კი ბატონო, კიდევ შემდეგი ვინც ახსენეთ? მას ლუნა არის ადამიანი, რომელსაც დასცენიან, თუმცა თავის თავი, აი არც ვის თავის თავში არაფერს და იმისთან მიუხედავად, რომ ბევრი აბულინგებს და შეურაცხყოფას აყენებს, მაინც თავის თავად რჩება. და ჰერმიონი თავისი გამჭრიახობის გამო, ხო? ნახეთ, ხა თქვენმა ნათქვამმა ერთ ძალიან საინტერესო რაღაცაზე დამაფიქრა, რომ ესე იგი თქვენ თქვით, რომ ლუნა ლავგუდი მიუხედავად იმისა, რომ აბულინგებენ და მის გარშემო ჩაგვრა ხშირად, ის მაინც არ ნებდება და არის კარგი ადამიანი. რაც ვერ მოახერხა დრაკო მალფოიმ. მასაც ჩაგრავენ, მასაც მასაც შეურაცხყოფას აყენებენ, ისევე როგორც ლუნას, მაგრამ დრაკო რატომღაც საკუთარ თავში ბოლოს კი გააკეთებს რაღაცეებს, ახლა ვისაც საკითხული გვაქვს რაღაც კარგს, მაგრამ ჩემი აზრით მაგიტო გავაგრძელა თავისი გზა, მომენის ესავთ. კი ბატონო, კი, იმიტომ რომ სარკე არის ხო, შვილი ზოგადად მშობლის, რასაც ასწავლიდნენ და რაც ჩასახეს თავიდანვე, იმას ახმოვანებს სამწუხაროდ. აქ ვინც არის? ბოდიშს გიხდით, კი ბატონო. სნეიპი და სევერუს ბლეკი. სევერუს ბლეკი, იმიტომ რომ ჰარის ფლაცონის ოჯახის წევრი ყავს, ნაცავი ყავს და მას ეხმარება ცოტა ოჯახით სიტყვა მიიღოს. სნეიპი იმის მიუხედავად, რომ ჰარის ეხმარება და ჰარი ამას ვერ ხვდება. კი. ყოველდღიაში უფრო რაღაცას ანიშნავს ყველგან. ჰოგვორტსში არის საიდმორდ ხები. და ძალიან ბევრი დავაუბრუნდა და ჩემი აზრით სნეიპი ეხმარება, რომ მისი ბოროტი პერსონაჟი მოკლას.
კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ის რაღაცნაირად თითქოს არქეტიპულად რომ მივუდგეთ, თითქოს რაღაცა ჩუმი მფარველი არის ჰარი პოტერისთვის. არა ხმაურიანი, არამედ ჩუმი. კარგი იყო, მადლობა. თქვენ ხომ არ გსურთ რამის თქმა? ჩართული ვინც ბრძანდებით ონლაინ? მე ვიქნებოდი ჰერმიონი, იმიტომ რომ ანუ ზოგადად შეიძლება ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ფილმის დასაწყისში, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის დასაწყისში თავად რონიც კი აღნიშნავს, რომ მეგობრები არ ყავს, თუმცა არის ძალიან ჭკვიანი, ამავდროულად კეთილიც არის ფილმში და არის ძალიან, ანუ ასეთი აი ადამიანს გვერდით რო უდგას და ყოველთვის რომ ხარს უჭერს და ყოველთვის რომ დაეხმარება. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის თითქოს აი ყავარჯენივით არის, აი საყრდენივით არის ადამიანისთვის. ესე იგი, მუდმივად იმედი რომ მაქვს, რომ თუ არის საშიშროება იმის, რომ წავიქცე, მე მეგულება ადამიანი, რომელიც დამიჭერს და არ მომცემს წაქცევის საშუალებას და ნამდვილად კარგი არჩევანია. დიდი მადლობა. თუ არ სურს ვინმეს რომ არ გამომრჩეს, გადავდივარ. ეს არის კი ბატონო, გისმენთ? მე ვიქნებოდი Sirius Black-ი, იმიტომ რომ შეიძლება ყველას გონია რომ არის ანუ არ არის დადებითი პერსონაჟი, მაგრამ შემდეგ ვიგებთ რომ პირიქით, ანუ ჰარის ეხმარება მისი ერთადერთი ესე ვთქვათ ოჯახის წევრია. დიახ. და ცდილობს ესე ვთქვათ ჰარი გაანათლოს რაღაც მხრივ. და ეხმარება. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. კი ბატონო. ესეთი კითხვაც თუ აქვს ვინმეს სურვილი თქვას და რატომ თუ გნებავთ ესეც რომ მითხრას, რომელ კლუბში ისწავლიდით და იმისთვის რომ ცოტა გავამარტივო ამ კითხვაზე პასუხი, გადავალ კლუბები, სადაც გქონდა, მანამდე იფიქრეთ, რომ ესეზე პირად არ მოგიწიოთ პასუხი, აქ არის კლუბები, ხო? აი ამ კლუბებიდან რომელიმე თუ არის თქვენთვის ისეთი მიმზიდველი, რომელშიც იქნებოდით, თუნდაც როცა ვიცით, როგორი ადამიანები იყვნენ მასში, ან თუნდაც ვიღაცას შეუძლია სულაც ის мотиваცია ქონდეს, რომ რომელიმე სხვა კლუბში მივიდეს და თავისი, ასე ვთქვათ, პიროვნება მიიყვანოს იქ და რაღაცა ცვლილებებიც მოახდინოს, ხო? ჩავრთოთ ფანტაზია და არავინ არ გვაიძულებს, რომ მოვექცეთ რაღაცა ჩარჩოებში, აბა. გამბედაობა ის ერთ-ერთი ჩემი თვითონ მართლა შემიძლია რაღაც მაგიჭი გადავდა. ისე რომ არ შემიშნეს და კეთილშობილობა ალბათ ეგეც ჩემი ერთ-ერთი ჩემი თვითონაა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ადამიანს რომ კარგად მოგეცნობინა თავს. კი ბატონო, კარგი პასუხი იყო. კიდევ აბა? მასე ვქნებოდი ალბათ გრიფინდორში ან რეივენკლში. ჩემ პრიორიტეტებია ერთგულება, სიმამაცე, განათლება და ასე შემდეგ. კი ბატონო, მეც მე მგონი თქვენ კატეგორიაში ვარ, ამ ორს ავარჩევდი. აბა ჯერ თქვენ და მერე თქვენ? დიახ. მე ვქნებოდი გრიფინდორში ან ჰამპელპაფში, რადგან გამბედაობა ჩემი პირადესობა არ არის. ეთნიკურობა ვიცი რომ არის. კარგი პასუხია ძალიან. შემიძლია ისეთი რამე დავთმო, რაც ძალიან მიყვარს და ისე დავეხმარო, რომ არც დავფიქრე. და ჰამპელპაფში ალბათ იმიტომ რომ ვცდილობ რომ უფრო სამართლიანი ვიყო და ადამიანს ადამიანისთვის შემიძლია ერთგული მოგებულება. კი ბატონო, ძალიან კარგი პასუხი იყო და აი დავამატებდი უბრალოდ, იმდენად კარგი იყო, რომ ესე რაღაცა აღარ საჭიროებს არაფერს, მაგრამ ესეთ რაღაცას გეტყოდით, რადგან თქვენ თვითონვე ახსენეთ, რომ შეიძლება ადამიანი გამბედავი არ იყოს, მაგრამ გამბედაობა მოდის გზად. ნახეთ, აი კედელთან დატაკება რომ ახსენე მე, ხო, გახსოვთ, ეს ხო მეტაფორა არის ზოგადად, ხა მართლა ვიღაცამ კი არ გაანგრია ეს კედელი, უბრალოდ დავიჯერე რომ შემეძლო და გავაკეთე და ნახეთ, გამბედაობა არის, რაც მოდის ადამიანთან გზადაგზა. და როცა თქვენ რომ ახსენეთ, რომ კეთილშობილება ისედაც ჩემი ესეთი უნარი არისო, თუ მე კეთილშობილი ვარ, ის გამბედაობა მე გზადაგზა აუცილებლად მოვა. ამიტომ ამ შემთხვევაში თქვენ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა გაქვთ. გამბედაობა ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, სიკეთეა ის, რომელიც გამბედაობასაც გზადაგზა დაბადებს, ხო? და ამიტომ კარგი პასუხი იყო, მადლობა. ხომ არ გსურთ თქვა?
კი ბატონო, თქვენ გქონდათ ხელი აწეული? მას გრიფინდორი და სლიზერი. დაბა ორივე მაინტერესებს, რატო? გრიფინდორი ალბათ იმის გამო რომ სიმამაცე, სიკეთე, განათლება და სხვა რაღაცები და სლიზერინი იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ისეთი შავი მხარე რომ როდესაც ვერ გადაადგამს ფეხს. კი, ძალიან კარგი პასუხია და გეტყვით რატო. ნახეთ, სლიზერინი მე თავშიც ვახსენე, რომ ეს არ არის მაინც და მაინც ბოროტებაზე ორიენტირებული, ხო? ეს არის, ნახეთ, ადამიანში, აი ადამიანური კუთხით რო შევხედოთ, ეს 4-ვე ჩამოთვლილი სკოლა ადამიანში უკვე არსებობს. რომელ სკოლაშიც მივდივართ, ის გვივითარდება უბრალოდ უფრო და უფრო მეტად. და ნახეთ, სლიზერინში მისვლა და იქ ყოფნა, თუნდაც იმისთვის ღირს რო აღმოვაჩინოთ, რომ ეს იქნებ ჩემი სულაც არ არის, ხო? აი რაღაცნაირად დაკვირვება შეგვიძლია ამით საკუთარ თავზე. გისმენთ? ის გრიფინდორში და ჰაფლპაფში? კი. გრიფინდორი რომ ეს შუბადა სიმამაცე და დიახ. ჰაფლპაფში იმიტომ რომ მიკადგულობაა და სამართლიანობა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, კარგი არჩევანია. თქვენ ხომ არ გსურთ თქმა, ჩართული ვინც არის? მე ვიქნებოდი გრიფინდორში, იმიტომ რომ ანუ რაღაცა კარგი მიზანი ვიქნებოდა, რამე თუ ისეთ გამოჩნდებოდა მნიშვნელოვანი. და ხას გამბედო შეიძლება დიდად არ გამოვირჩეოდე, მაგრამ აი თქვენ რა ვთქვით, რომ გზა დახვდება. დიახ. აი ეგრე ესე ვთქვათ, დახვდეს გზა. კი ბატონო, კარგი იყო. ოქროს ესე რომ ანუ ოქროს ტრიოს რამენაირად დავეხმარებოთ. კარგია. კიდევ? თუ შეიძლება ვთქვა? კი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ალბათ ან სლიზერინი, ან გრიფინდორი და უფრო სლიზერინისკენ გადავიხრებოდი, რადგან თვითონ არ მინდა რომ ეს თვისება მქონდეს, თუმცა მაქვს ლიდერობის ანუ ლიდერობის არა, უნარიც არ მაქვს, უბრალოდ მინდა რომ სულ ვიყო ლიდერობისკენ მიდრეკილი რა და ვცდილობ რომ რაღაც თავი დავიმკვიდრო და სიმართლე რომ ვთქვა ამ ჩვევას არც ისე კარგად ვთვლი და გრიფინდორი იმ შემთხვევაში მინდა რომ ანუ შემიძლია ადამიანთან ძალიან მალე დავუმეგობრდე და გავუგო არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხასიათი ექნება მთავარია რომ მე თვითონ მცემდებს პატივს და მე მცემდეს პატივს და კი ბატონო. თვითონაც გავუგებ. კი ბატონო, კარგი პასუხია და ნახეთ რას გეტყოდით. სულაც არ არის სლიზერინში მოხვედრა საჭირო იმისთვის, რომ თქვენი ლიდერული უნარები გააღრმავოთ, იმიტომ რომ გრიფინდორსაც სჭირდება კარგი ლიდერები. ამიტომ გრიფინდორშიც შეძლებდით თქვენ რომ თქვენი უნარები გაგეღრმავებინათ და დახმარებოდით ესე ვთქვათ ადამიანებს. მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხები იყო და მეგობრებო, ამ კითხვით დავასრულებ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეკითხვა არის და მეც მიფიქრია ამაზე. აი ერთი დღით რომ მაგიური ჯოხი გქონდეთ და ამ ჯოხს შეუძლია ყველაფრის თქმა, ხო? რას გააკეთებდით და მე თვითონვე ვუპასუხებ ამ ჩემს დასმულ შეკითხვას. აი ერთი დღით რომ მქონდეს მაგიური ჯოხი და შემეძლოს ყველაფრის გაკეთება, მე მაგალითად ავადმყოფობას გავაქრობდი სამყაროთან. თუ მომეცემოდა ამის საშუალება. აი თქვენ რას გააკეთებდით ერთი დღით მაგიური ჯოხით? ჩათვალეთ რომ ფანტაზია შეუზღუდავია და ნებისმიერი რაღაცის გაკეთების საშუალება გეძლევათ. მისურს ვიცი რომ ცოტა დასაფიქრებელი კითხვაა და მარტივად საპასუხო არ არის. ძალიან კარგი პასუხია, კი ბატონო. დიახ. სხვისი აზრების საკითხვას შეძლებდით, კი ბატონო, შეგეძლებოდათ ეგეც კიდევ? გავაკეთებდი თუნდაც შესაძლებლობა რომ ყველა გულს ყოფილიყო და უსამართლობა ყოფილიყო ქვეყანაზე და სიღარიბე გამქრალიყო. არაჩვეულებრივი მიზანია.
ნახეთ, როგორი კარგი რაღაცეებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. მოდით აქეთ დავამთავრებ და აუცილებლად გადმოვალ. თქვენ მითხარით ჯერ? მე პირველ რიგში დავამყარდი სამართლიანობას. მე გავაქრობდი ყოველ მყარს ნეულებას, კიდე მას. თქვენც შემომიერთდებოდით ხო მაგაში? გავიგებდი ადამიანი როგორია თვითონ ადამიანის იმ მხარეს გავიგებდი, რომელიც არ წარმოუჩენს რეალური, ძალიან კარგია. გავიგებდი იმ სიმართლეს, რადგან ვფიქრობ ჩემზე და ძალიან კარგი იყო ყველა, რაც თქვით. თქვენ ხომ არ იტყოდით რამეს? ხომ არ გსურთ რამის თქმა? კარგით. კი ბატონო, ბოდიში თქვენ? მას მე სიმშვიდეს დავამკვიდრდი. ძალიან გვჭირდება ყველას. სიგარებას გავაქრობდი უსამართლობას და რასაც შევძლებდი რომ დამეტესტად შევცებ ყველაფერს, რასაც მოუსწრებდი დავტესტავდი. მოკეთ მე მგონი ძალიან საჭიროა კარგი ჯოხების სამოქმედება, ხო, ისეთი კარგი სურვილები გაქვთ, აბა თქვენ? სიგარებას გავაქრობდი, ის გავაკეთებდი რომ ყოველი ყოველთვის მიხვდნენ ვინ იტყვება და ვინ არა. არაჩვეულებრივია. ძალიან კარგი პასუხია, კი. პინოქიოსავით ცხვირი რო გაეზარდოთ, მაშინვე იტყვიან თუ არა, ხო? და რას ამატებდით ბოდიში? კი ბატონო, ძალიან კარგი. თქვენ ხომ არ გსურთ თქმა? არა. კარგით და ჩართული ვინც არის, თქვენც გვითხარით? ერთი დღით რა ჯოხი მქონოდა, კარგი იქნებოდა დროის კონტროლი, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცისთვის რომ აუცებ ისეთი კითხვა არ დაგუნდა მისვა მაგალითად, რომ აი არ ვიცი სათანადო პასუხი როგორ გავცე, მაგალითად დროის გაჩერება რომ მაგალითად მოიფიქრებიან პირიქით. უკან რომ რაღაცები გამოასწორო, რაც ჩემი აზრით მაგალითად დიდი შეცდომა იყო. ძალიან კარგი, ესე იგი დროის მართვა, კი ბატონო. კიდევ ის რომ ან ვინმე მატყულის თუ არა, მეტყვი რომ მე რო გავიგებ რომ ესე მომატყუეს ძალიან ტკინეულია. ნამდვილად. და იმას რომ ანუ ყველა მიაღწევს აი ამ ერთ დღეს ან რამე, ანუ თავის მიზანს. კი ბატონო, გეთანხმებით. კიდევ თუ არის პასუხი? ბოდიში. მე დღით რომ მქონოდა ჯადოსნური ჯოხი, ვისურვებდი რომ ადამიანს რაც გულში სტრესი, ასე ვთქვათ, ცოტა ნათქვამია ბოღმა, შური და დიბოროტე გაუქრეს გულიდან და ყველაფერი ცუდი და რაც ყველაფერი ცუდი აქვს განსაზღვრა, დღესდღეობითაც სამწუხაროდ არსებობენ ასეთი ადამიანები, ის განზრახვები კარგ ოცნებებად გადაექცეთ რა. არაჩვეულებრივი პასუხია, დიდი მადლობა. თქვენ დაამატეთ? ადამიანებს გავასწრაფდი და მეორე ისე ვიზამდი რომ ჩემ გარშემო ქიმიკალში ან ყველა გაჩერებული და მაგალითად კი ბატონო. კი ბატონო, ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ესეთი გულწრფელი პასუხებისთვის. ძალიან საინტერესო იყო ყველა აზრის მოსმენა აბსოლუტურად. მე ეს წიგნი, როგორც მოგახსენეთ, 2003 წლის მერე წარმოიდგინეს, თქვენ რამდენი დროა გასული. ამის მერე მიყვარს და ამის მერე ხშირად ვკითხულობ და ვუყურებ ხოლმე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ისეთი მართლა გულწრფელად ვამბობ, სასიამოვნო პასუხები მივიღე, რომ ეს წიგნი არ კარგავს აქტუალურობას, არც ჩემში და რა თქმა უნდა, არც გარეთ და ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ამაში დამარწმუნა. დავასრულეთ დღევანდელი შეხვედრა, დიდი მადლობა. უბრალოდ ვინმეს თუ აქვს რამე სათქმელი რისი უფლებაც არ მივეცი ან ვერ დავინახე, თუ გსურთ რამე რომ მითხრათ, თუ არა და დავასრულეთ. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის.